შაბათს 22 საათზე მაფია All-Stars მეორე სეზონით ბრუნდება ბეტსონ სპორტის არხზე. ფინალური ეპიზოდი დაგვრჩა All-Stars მეორე სეზონის და მივესალმოთ მონაწილეებს. გაწურებული ვარ ყველას ძალიან მოგწონთ ეს სეზონი, იმიტომ რომ განსაკუთრებული არის იაკუძას მოდიფიკაცია. პირველ რიგში გეტყვით რომ ბეტსონ სპორტი არის ჩვენი სპონსორი, მაფიის სპონსორი, ბეტსონ სპორტის YouTube არხზე ვართ, გამოიწერეთ ამი და საფუძვო ხორცი არის 20,000 ლარი. 5 ადამიანი გაინაწილებს ამ 20,000 ლარს. რაღაც იგრები არის. ასევე პრიზებზე რა ხარ საუბრობთ? მეგობრებო, Celsius ექნება თავისი რჩეულისთვის განსაკუთრებული პრემიალური ხარისხი. არისტონის გამათბობელი. რისთვისაც უღრმესი მადლობა მას. ასევე გამოწერებს მოგმართავთ, რომ თქვენი რჩეული შეგიძლიათ გამოავლინოთ ბეტსონ სპორტის აპლიკაციაში, რომელიც მიიღებს ცალკე 500 ლარს. TikTok ედიტებისთვის აი ამ ჰეშტეგზე გავაკეთეთ ცალკე ედიტები, რომლებიც ჩაერთვებით გათამაშებაში და ცალკე საპრიზო გვაქვს ფერგანი. ჩვენთან სივრცეში უკვე კომპიუტერები მოვიდო. მირიან მეფის 21-ში. თამაშია Warzone. Warzone-იც იქნება, Valorant-იც იქნება. ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდები, PlayStation-ები, ბარში გემიერ კოქტეილების დაგემოვნება არ დაგავიწყდეთ და ერთად ვესწრებით ხოლმე სხვადასხვა სპორტულ ივენტებს, უყურებთ ფეხბურთებს, უყურებთ UFC ჩხუბებს და ერთად მეგობრობთ. ეს საკმაოდ კარგი და ძალიან მაგარი სამეგობრო და გასაგებია. ხამე მეგობრებო? დავიწყოთ? მე უკვე ვხედავ როგორ გვაქვს 1000 ლაიქი დაწყებამდე. და ნახოთ ვინ ნახოთ. თამაშის ბოლოს გაიგებთ. ტურნირებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირების მაფიათი. წლებად ხოლმე კარტი დავავიღოთ. მისი აღიჯი იქნება აქციაში გამოიწეროთ. იგვიძებს პირველი ნომერი და ირჩევს როლს.
ყველა გაეცნო თავის დროს, ივიძებს დონი და უერთდება მაფია. მაფიას აქვს 30 წამი. დონი იწევს მარჯვენა ხელს. თქოთ ფოლები არა იყო ტყუილად და სერიოზული თამაში მინდა ეხლა. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა რომ პირველად ვარ პირველი ნომერი და მინდა ყველას მოგმართოთ და აპაუზეთ ვიდეო გადადით ბასტო ფანტასტოზე. ესეთი არხია და გამოიწერეთ არხე. ესეთი ტესტი ჩავატარეთ ჩემ არხზე რა, რომ არსებობდა ეგეთი ის რომ აი ბრინჯი უნდა მოგეხარშა. ბრინჯს რომ მოხარშავდე, უნდა დაგედო სხვა ადგილას და ყოველ დღე ერთისთვის უნდა გეთქვა კარგი რაღაცეები, ერთისთვის უნდა გეთქვა ცუდი რაღაცეები და დროთა განმავლობაში რაღაც ერთი თვის მერე უნდა შეგედარებინა და ეს ვისაც უცეუნებოდი ის უეჭველი გაბანძებული იყო და რომელსაც კარგს ეუნებოდი ინარჩუნებდა ფორმას. სკეპტიკურად ვიყავი ამ ყველაფრის მიმართ განწყობილი, ჩავატარე ტესტი, ჩემ ვიდეოში ნახავთ როგორ ჩავატარე ტესტის შედეგიც და ძალიან დიდი განსხვავება იყო მართლა. იმას შენარჩუნებული ქონდა ერთი თვის მერე ფორმა და ამას ეს იმენა რო გავხსენე, ვირუსი ამოვიდა რაღაცა საშინელი. ხო და ეხა ის რატო თქვი რა, ეხა ამ წამს მინდა რომ ზუსტად შევულოცო პატიოსთან მოქალაქეებს რომ მოვიგოთ თამაში და შავმა კარტმა წააგოს და თუ ჩემი ენა ესეთი ჯადოსნურია იყოს ესე რა. მადლობა დიდი. პატიოსნების გუნდში ვარ რა თქმა უნდა. თან მომეწონა შენი ისტორია. მე მეგონა იტყოდი რაღაცა კომენტარებზე რომ ანუ უფრო დადებითი კომენტარები წერეთ რაღაცა მაგას ველოდი, მაგრამ კიდე უფრო მეტად მომეწონა რაც რეალურად თქვი რა. მოკლედ უბრალოდ ისტორია იყო, უბრალოდ კარგი ისტორია იყო და ამიტომ 1-2-ს ვითამაშებ. აზრზე არ ვარაფერი ხარ, უფრო გონია რომ პატიოსანი ხარ რა. იმიტომ რომ ანუ მე მაგალითად ეხა შავი რო ვიყო, არა, მამედ შავზეც ვლაპარაკობ ხოლმე რომ ეს წეული შავები და რაღაცები ყველაფერს კადრულობ, ანუ ყველაფერს ვიკადრებდი, მაგრამ ნუ მე იმდენად პოზიტიური იყავი რომ უფრო ჩაგთვლი ამჯერად ჩემ გუნდში დიდი მადლობა, მე პატიოსანი გახლავართ. ძალიან გაინტერესებდათ ალბათ და გადავედით მესამე ნომერზე. Kas. Sabies ფონი. სიღნაღში კი არა. ეს უნდა მეთქმეც, ხო? არა, sabies ფონი. არც ერთი არ მომეწონა. ისტორია კაი იყო, კარგი ისტორია იყო, მაგრამ არ მომეწონა როგორც ყვებოდი. თითქოს ეძებდი რაღაცა სიტყვებს, რომ ეს ისტორია სწორად გაგეგრძელებინა და ეგ არ მომეწონა რა. აი შემდეგ სიტყვას იფიქრებდი თითქოს აი რო ლაპარაკობდი, აი წყალივით არ მიდიოდა შენი ლაპარაკი და არ მომეწონა ეს ყველაფერი. და მეორე ნომერშიც არ მომეწონა მე რომ თითქოს თავიდან კარგად დაიწყე ლაპარაკი, მაგრამ მე რაღაცები გადაამღერე, ცოტა რილსებზე რო გადახვედი, თითქოს მე დაბრუნებას ცადე და თვად ბოლომდე ვერ დაბრუნდი. ამიტომ ჯერჯერობით არც ერთთან არ ვითამაშებდი. 6 ნომერი მომწონს ძალიან სახეზე პროსტა. Okay.
მოგესალმებით, მეგობრებო, წარმატებულ თამაშს გისურვებთ. თამაშობ 3 ნომერთან ერთად, იმიტომ რომ დაახლოებით გავშინარეს რაღაც ნომერი თქვა. პირველ ნომერად საუბრობ და რაღაცნაირად დაძაბული იყავი, აი თავისუფლად არ საუბრობდი რა, როგორც გჩვევია ხოლმე პატიოსანი როლით თამაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ამით არ გაშავებ რა, უბრალოდ ეხა პირველ წრეზე შენთან ერთად არ ვითამაშებდი. ამაზე ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, რომ აი მაგ ისტორიისგან გამომდინარე, რომ გუნდში აიყვანე და მაგასთან ერთად თამაში გადაწყვეტ თუნდაც ერთი წრე, ეგ ცოტათი არ მომეწონა, ამიტომ ჩემი გუნდი იქნება 3-4 ამ ეტაპზე. და პლუს გთხოვთ, რომ ჯითუჩის დაუწეროთ კომენტარებში ჩართოს გათბობა, იმიტომ რომ ძალიან ცუდადია. ანუ აი ყელი მტკივა და პლუს აი რაღაც აი მერჭობა ყველაფერი. მადლობა. აი ჯითუჩი ჩართე გათბობა, დღეს ძალიან დაზიანებული ვარ. კი, ანუ დღეს ძალიან დაზიანებული ვარ, პლუს წეგან ფოლებით გამაგდო, ბატონმა წამყვანმა და ამიტომ გთხოვთ, რომ მე გულები და აი ერთი კვირის ეხლა. მადლობა ნახვამდის. პას. ექიმი რო გაიხსნა მე მოგხედავს კლინიკო წელის კერებს და ფიზიკურად შევხედოთ ბიჭო ღამე ვიღაცამ შემომცხორა აი ეს ჩამარტყა აი სანა კარტების აღების დროს აი ძალიან შემომარტყა მაგრამ ყველაზე ცუდი რაც არის ხა რომ მე ხავ ნერვიულობ იმიტომ რომ ვარ დეტექტივი რა ამიტომ ვიღაცები უნდა დამეხმაროთ იმაში რომ რაღაცა დეტექტივი მე ვარ არ არის ხუთიანი დეტექტივი მე არ ვიცი მე არ ვიცი ვინ რა როგორ მაგრამ პატიოსნები ან დამეხმარეთ ან მალევე გამაჯმეინეთ რომ ეს ამბავი მორჩეს მართლა გეუბნები იმიტომ რომ ძალიან ცუდად არ ვიცი მოკლედ სხვა არ ვიცი რომ მეტყვით გადაამოწმეო, მე გეტყვით ვინ რა იქნება. ბასტო, ეს თუ არ დამთავრებს. ვაა. აი ხუთი და რვა ყავს ორი პოტენციური დეტექტივი. კარგია. კარგი წერენო. მე ხლა რაზეც ფიქრობდი, იყო როგორი მომენტი, იცი რა, ერთიანი და ორიანის გახსნა პოზიტიური იყო ჩემთვის, რა, თქვენი საუბარი რა, მაგრამ 3 და 4 მაგრამ შემოგიტიათ, ეგ არ მომეწონა. მაგრამ ამითი 3 და 4 ჩემთვის უფრო საეჭვო. ხუთიანი რადგანაც ახლა ნამდვილად საეჭვო, რადგანაც სხვა დეტექტივი ვარ და მე 7-იანი და 8-იანი იქიდან იხსნება, ანუ თქვენ გადამოაწმებს, დაველოდები, ინფორმაცია იგებს ამ თამაშს და მეგობრებო, მოდი ძალიან წყნარად ესე ამ ორი დეტექტივის გადამოწმებით, თქო, გეხვეწები מחარ, მაინდა-მაინც ისეთი ხალხი არ გადამოწმო, ვინც ცოტა რა ქვია, ანუ გადამოწმე, აი კი. რაღაცას რაც მოგწევს, ეგეთი ხალხი. რასაც მესყვით იმას ვიზამ. ხო, ჩემი გუნდი იქნება ამ მომენტში 1-2 და 5 უფრო მეტად მგონია, ხა დეტექტივი ვიდრე 8-იანი, მაგრამ შეიძლება ვცდები. ძალიან საინტერესო თამაში დაიწყო 0 წრეზე ორივე გაიხსნა. ოკეი. პირველი და მეორე ჩემთვის ნეიტრალური იყო, ვერც ავიყვან გუნდში და ვერც გავაშავებ. 3-4-ში უფრო ერთი შავი მგონია. მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ מחარა, ეხლა מחარა არის ყველაზე საინტერესო. מחარა იტყუება ასე? ანუ რატო იტყუება თუ ან წინა თამაშებში ესე ვინც გაიხსნა პირველად იმან მოიგო სულ და შეიძლება იქ დააგობინა. და ოზი მომეწონა, ოზი მისე იმიჯელა რომ გონია რომ არ იცის ვინაა ნამდვილი დეტექტივი და მომწონს. და გავაკეთო. და მე ძალიან ვიხალისებ ახლა מחარას დაკვირვებით. მე არ ვიცი რა. ოკეი, ანუ ჩემი გუნდი იქნება ოზი და მეტი არავინ. מחარ, გულწრფელად დეტექტივი ხარ? მაი აქ დაგერხა. შენი ვეხრიგით. გულწრფელად დეტექტივი ხარ. უყურე შენი გახსნა, ხა წინა თამაშზე უყურე შენ რომ ბასტო გაიხსნა პირველ წრეზე და მაგიტო მე არ გავიხსნებოდი ამ წრეზე, მე როე ვარ, ანუ ბოლოსკენ კი ვარ, მაგრამ ბოლოში არ ვარ. 10-11-12 არ ვარ. ბასტო იმიტომ გაიხსნა 12 იყო, მაინც გახსნა უწევდა მე. ეხა შენი გახსნა არ ჯდება ლოგიკურად, არ უნდა გახსნილიყავი. იმიტომ რომ მეხუთეზე ხარ. არაფერი ინფორმაცია არ გაქვს წინ ისეთი რომ დეტექტივად გაიხსნა. მე ვარ დეტექტივი, ნამდვილი. შენ არ ხარ დეტექტივი. პირველი ორი ნეიტრალური იყო, მაგრამ კარგი მაინც მომეწონა რომ სამიანმა შეუტია, იმიტომ რომ არ დაიწყო თავზე ხელის 3 შავი მგონია.
პირველი ორი ნეიტრალური მგონია ჯერ. სამი, ეხლა მე ვფიქრობ, მახარას ვინ უთხრა რომ გაიხსენიო. ღამე რომ გაიღვიძეს, შენ იქნები დეტექტივიო, დაიჯერებენო ვინ უთხრა მაგას ვფიქრობ ეხლა მე. შეიძლება იყოს 12, 11, 9, შეიძლება იყოს ეგ ადამიანები. ცხრიანი ბიჭო, ეგ უნდა მეთქვა, ძალიან კარგი ფიქრია რა, დეტექტივი თუ შენ ხარ, მაგ პერსპექტივით შეხედვა, რომ ის ვინ გახსნა, ძალიან კარგია. მაგრამ შენ თუ დეტექტივი ხარ, რაზე ნერვიულობ, ანუ. ახლა შენ თუ დეტექტივი ხარ, სანერვიულო, ანუ რავი, ეგ პირველად მოგივიდა, ანუ თუ ხო. მაშინ პირველად და გუნდი ვინ არის, შენ რო გითხრა რა, ვინ გახსნა ეგეც. ანუ მე ეგ ძალიან კარგი კითხვა იყო და მეც მაინტერესებდა ეგ. კაი, ღამე გავიგებთ მაგ ყველაფერს, ჩამოყალიბდებით, მაგრამ ემოციურად რა ვიცი, ანუ შავ დეტექტივს უფრო გავს ემოციურად, რავი, ანუ ისე გაიხდა, ისე ნერვიულობს, რომ ნაღდი დეტექტივით ეგრე არ ვიცი. სამი ნომერია საინტერესო, 7 მე მგონია რომ 7-7 ვიყავ გუნდში, 7 მომეწონა მე და 3 პატიოსანი მგონია, იმიტომ რომ 1 და 2 მაგდენი 1 და 2 მაგდენი ეგრე არ ცუდი არ ულაპარაკეთ სიტყვაზე პატარა შეიძლება რომ ისე ჩააჭირე რომ გონე რომ პატიოსანი კარტიდან მოგივიდა ეგ და 4-მა იგივე ითამაშა 3-4 უფრო კარგი კარტი არც თქვენ არ ხართ ცუდე უბრალოდ თქვენ უფრო პატიოსანი მგონი ხართ ვიდრე ძალიან საინტერესოა ანუ მახარა ეხა უთხრა ვიღაცამ ეგერთია მაგრამ როგორ უთხრა ანუ მაგის ჩიტიც არა ხო ეს შეიძლება ვერ ხელებით მახარას უჭირს საუბარი. მახარ ჟესტიკულაციებით. ვერა, ხო? მეც ვერ. მართლა მაგრა ნერვიულობს და არ ვიცი რა, ხო, გადაწყდება ახლა შემდეგ წრეზე რა იქნება, როგორ იქნება. მე ანანო მომწონს ამ წრეზე, ძალიან ბედნიერია რატომღაც და მგონია რომ პატიოსანია. 3-4 არ მომწონს. დიდად ერთიც არ მომეწონა. ოზი ჯერჯერობით ნეიტრალურად, ჰიტა მომწონს, 9 ნომერი მომწონს. ანანოს ავიყვან გუნდში და 9 ნომერს. პას. კაი. მოგესალმებით, პატიოსანი მოქალაქე ვარ, კორო, შავ კორო. ბიჭო, მე მგონია რომ 3 ნომერი ძალიან შავი არის, რომელსაც აი 1 და 2 ესე რომ გადავარ, მე ამან როგორც გახსნა 1 ნომერი, მე ძალიან მომეწონა რა. ეგ ვაფშე მოთამაშეებზე გავაკეთოთ ეგრე. 1 სულ დადებით ეძახე და მეორე სულ ცუდი და ბოლოს რა იქნება ეგ მაინტერესებს რა. ეხა აი 8 ნომერო რა კითხოს, დასვა მართლა კაი იყო რა, ეს ვინ გახსნა? ანუ აი არა დამშვიდი ბატონო დიდო ძმაო შეიძლება თქვენ გახსენით საერთოდ თქვენი ძმაკაცი მე 8 ნომერის ჯეჯობით დავასახორდებ იმიტომ რომ მეორედ გახსნი დეტექტივია და მე ვიცი რა გზნობაც არის მეორედ გახსნა დეტექტივია 6 ნომერი როგორც ყოველთვის აი შუა გიჭირავს რა ანუ შუა კი არ გიჭირავს არა ეგ შუა არ გიჭირავს ანუ ძალიან ნეიტრალური გიჭირავს და შენ ეგ გახასიათებს ყოველთვის შავიც იყო წითელიც იყო სულ ნეიტრალური გიჭირავს რა 3 არ მომეწონა 5 ცოტა თავიდან ბუნებრივი იყო და მე ოდნავ ხელოვნური იყო 7 მომეწონა აი 8-ს რავი დეტექტივად არის გახსნილი მოусვენ არ ვიცი რა იქნება აი 9 მანიშნავ 11-მა გახსნაო 5-ო და მე არა ვარ შავ 10-ს რაც დაბაკა ცუდი არ იყო მართლა არ იყო ცუდი ბატონო 11 ნომერო თქვენ ვერ მოიპოვეთ ჩემი ისეთი სიმპათია რომ მე თქვენ გუნდში აგიყვანოთ 6 არ მომწონს ოზი რომელიც ყოველთვის ჯერ ჩამოყალიბდების პროცესშია ხოლმე და ადამიანი რომელსაც თვითონაც მოგვიწოდა რომ მოდი ჯერ დაველოდებით 5-ის და 8-ის გადამოწევს ვადექ და 5 გუნდში აიყვანე ხო არა ხო ანუ და იძახი ერთიან ნახე 3-იანზე მე მომწონს ესეთი არგუმენტი ჩემი აზრით 3-იანი რო ყოფილიყო შავი ძალიან გემრიელად ჩასახუტებელი 1 და 2 იყო და ჩაეხუტებოდა და არ შეუტევდა. ამიტომ ამ წრეზე მე 3 უფრო მეტად წითელი მგონია. 11-მა რო შეუტია 3-ს არ მომეწონა, ასევე 7 რო მოგეწონა 11-ო. ეგ მე არ მომწონს. შენ თქვი 7 მომეწონა, 7-ს 6-იანი ყავს მარტო გუნდში აყვანილი. 6-იანი რომელიც დეტექტივებზე შეიძლება ბოლოს 3 კაცშიც არ ჩამოყალიბდეს და 5-იანი გუნდში აიყვანა. ამიტომ მე ეს რაღაცას ვიტყვი რა. ემოციურად ნულოვან წრეზე 8-იანი უფრო მეტად დამაჯერებელია, მაგრამ მოусმე რა თქმა უნდა. რა მახა მგონი რომ დეტექტივი რო იყო უფრო მეტად გაართმევდი თავს რა. 9-ს მომეწონა ასე თუ ისე რა. ანუ ბოლოსკენ რაღაცა, მაგრამ ძირთად კარგი შეფასება ხონდა. გამე ხელები რა ვიღოთ მაგისიდან იგვიძებს მაფია ისინი დასახავენ სტრატეგიებს 30 წამია
მეჩიდობები იღიძებს ლონი მიიღო პასუხი იღიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იახუცას ექიმი ვარ მე. რა? ორი ნომრის ერთი წუთი მიდის? კარგი. მე ვერ მივიღე ინფორმაცია. მე ვიტყვი ვინ არ მომეწონა რა. ვერ მოვიხიბლე 3 ნომერით, 4 ნომერი დამაკლდა. არ მომეწონა 6-ისგან. ვეთ ძალიან ბევრი ფოლი იწერება და დრო რო გამიჩერო და მე თამაშის ბოლომდე გავძვრები ესე და ვიქნები ბედნიერი. თქვენ ვაყენებ 3 ნომრის კანდიდატურა. კი ბატონო, თქვენ ხო გაიგეთ ახლა ვინ მომეწონა, ვინ არ მომეწონა და ვითარ ვთამაში. მადლობა. 3 ნომერს უსმენ? ვასახელებთ ერთმანეთს. ყველაზე მეტად არ მომწოხართ 1 2 5 უფრო ჯერჯერობით 8-ისკენ ვიხრები და 11. 1 2 5 მითქვი 1 2 5 11. ვარავინ არ გამომრჩა. ეხლა უეჭველი გადის ჩემი აზრით 11. ხო გაიხსენი ექიმად. 1-2-ში არ მოწოს, მე ლუკას ვანიშნებდი 1 გადავამოწმეთ ხო და ძალიან გამიხარდებოდა. 1 რო გადაგემოწმებინა კუნთსაც დაახლოებით მივხვდებოდი. იმდეს აქტიურობს 11 ნომერი და შავი მეძახა პირველივე წრეზე. თა როგორი შავი იცი, რომ მქორო შავია. კარგი რა გობო. ას. ასო თქო. ასი მომეთქო, ბურთი არ მეთქოს. მოკლედ მე მგონია რომ მე-5 ნომერს გახსნიდა პირველი ნომერი დეტექტივად, იმიტომ რომ დაგავიწლეთ რომ საუბრობდით, მეც იქ ვიყავი რომ מחר შენ გაიხსნე დეტექტივად, ყველა გაგიჯერებს და რაღაცებს რო ამბობდით და კი ანუ რაღაც ძალიან ისე გაიხსნა. უფრო შეეტყო რომ ნერვიულობდა რომ სრულ დეტექტივად იხსნებოდა, ვიდრე ის რომ დეტექტივი იყო ნერვიულობდა. შესაბამისად ბოდი, შესაბამისად და მე რო ნომერს დეტექტივას მივყვები და ჩემს ახლა მე-11 ნომერი უნდა გავიდეს. ვასახელებ მე-11-ს, მე-5-ს, პირველს. ვის? მე-11-ს, მე-5-ს, პირველს. უი, ხაიქი ვინ არის? დამავიწყე. სოსო. კი და მე-10 ნომრის ექიმობას უფრო კერა მივყვები, იმიტომ რომ მე რო ნომრის დეტექტივები თამაშობ ამ ეტაპზე. და 11 ნომერში ავწევ ხელს წესს. ას. თორეა რომ ენერგიები მოვიკრიბო გიორგი. მოკლედ, თუ სწორად გავიგე 12 ნომერზე ჯიჯუჯიმ თავი დამიქნია რა. იმიტომ რომ ეს არის, ეგ ნიშნავს თანხმობას, როგორც ვიცი. რაც შეეხება ჩემ დეტექტივობას, ნერვიულობა ჩემი არის ავხსნი მაინც რომ თამაში, როცა პატიოსანი ხარ, ჩვეულებრივად მიყავს თამაში, როცა დეტექტივი ხარ, შენზეა დამოკიდებული რაღაცეები. ამიტომ ვითხოვე თავიდან დახმარება. დახმარება ვერ მივიღე. თავშუქა გიხდეთ, რაც გინდა გიქნიათ, მაგრამ მე გუნდში ვისაც ავიყვანდი. სამწუხაროდ ლაშა ვერ აგიყვანდი, იმიტომ რომ ჩემმა ძმამ თავი დამიქნია. ეს არის ბასტო, ანანო და აქედან ჰიტას ავიყვანდი. სხვა ფიზიკურად ვერავიში ვერ ხედავ ჯერჯერობით კარგ ადამიანს რა და რაც შეეხება იმ დამოკიდებულებას რომ მე დეტექტივი ვარ თუ არა
თქვენთვის მომინდია მართლა მე ყველანაირად ვეცდებ. ეხლა ვცდილობ, ყველანაირად ვცდილობ რომ დაგაწყვეტ, მაგრამ თან კიდია. რაღაცის ახსნა გაიგე და თან პატარა ძმამ რო გადამივიწყა. ბიჭო, აი საკე სიგიჟია, პატარა და ჯინსი და აქ უცებ შოუებს. მიიღე 12 ნომრის კანდიდატურა ანანო. ეხლა ნახე როგორ რაღაც არის. ერთი გადამოწმება გააკეთა ადამიანმა იპოვა შავი, გაიხსნა ერთი ექიმი, გაიხსნა მეორე ექიმი, ექიმები დეტექტივები რჩებიან. არის ერთი შავი, ერთი გადამოწმებით მთელი გუნდი იპოვა. ფაქტიურად ეგრე გამოვიდა. გადის 12 ნომერი, რაც არ უნდა იყოს. შენ თუ მაგას არ მოყვები, მე შემგონია რომ შავი შეიძლება იყო. ანუ ბიჭო 12-10-8 გამოდის შავი ამისთვის ხო არის ეგრე 12 ნომერი გადის ყველა ვარიანტში იმიტომ რომ თქვენ ორნი როლით ხართ 12 შავი გადამოწმება არის ორმაგად ყველა ვარიანტში 12 უნდა გავიდეს შენ და ეს რჩებით ადგილზე წინაზე ექიმი რატო გავუშვი წინაზე ექიმი იმიტომ გავუშვი რომ ვიცი რომ შენ ეგრე არ ითამაშებდი სოსო როგორც თამაშობდა ეგრე იყო მაგრამ ნახე შავი გადამოწმება არის აქ შავი გადამოწმება ხარ შენ და გადიხარ შენი ლაშა 8 10 12 შავი გუნდი არის როგორც არ უნდა იყოს ხუთიანის დეტექტივობაში ვეწერები თავით ვეწერები და ვკრიშავ ამ ტიპს 10 იხსნება მეორე ექიმად აუ რა გინდა თუ ვინ ჩემი თუ ხო არის ოზის ჩავეხსენი როდიში ამ ჩემთვის ასე ხდება ახლა ყველაფერი ორი დეტექტივი გაიხსნა საკვანძო მომენტი იყო ჩემთვის ოღონდ გახსნა რადგან კოპა შავად გადამოწდა და ექიმი ვარო თქვა შემდეგ სოსო გაიხსნა ექიმად კოპალა არ არის ექიმი შესაბამისად კოპალა შავი გაკეთდა ბიჭო ისე ნუ გავიწყდება სანამ გადამოწმენდა მანამდე თქვა იმრომ მე ვარო ექიმიო ეგ ნუ დაგავიწყდება პირველივე წამს თქვა რომ ექიმი ვარო სანამ იმათ 11 შავი არისო თქვა კარგი, მე არ ვიცი ვინ არის 5-იანის და 11-იანის მესამე მაფიოზი, მაგრამ ორი მაფიოზი რომ ამ წრეზე ვიცი, ეხლა უკვე სამ მაღალფილობას მანიჭებს. სოსოს ექიმოვის ჯერა და ლუკას დეტექტივოვის ჯერა. მესამესაც ვინმეს ვიპოვით? ვასახელებ 5, 10, 6. კიდევ რა უნდა თქვა საინტერესო. მეტი არ ვიცი ჯერჯერობით არის. რუიანს უსმენთ? მიიღეთ 11 ნომრის კანდიდატურა, მიიღეთ 6 ნომრის კანდიდატურა. თავიდან რომ დაიწყე რომ 11-ზე გადაფარება რომ 12 უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ეგეთ მე წინა თამაში რო გაგახსენა, კარგია ეგ, კარგად შეგახსენა. მე რო გადაეფარე 5-იანს, ეგრევე შავი ხარ. შენ ახლა გადაგამოწმო თუ არა მაგას ვფიქრობ, იმიტომ რომ ავდგებით მე და 12, გავყავით მე და 12. აქ დამხარეს მე გამოშვით და იქ 12 გავუშვით. 12 წითელია ჩემთვის, რატო ადგილი 12-თან? მესამე ფოლია გაითვალისწინეთ. 12 ერთ წითელი. ეგეთი შენი გადაფარებით შენ გამიშავდი, ანუ არ უნდა რატო ყალიბდები? არც არ ყალიბდები ხოლმე შენ დეტექტივში. რატო ყალიბდები ახლა? მე რატო არ ვარ დეტექტივი? შეგიძლია მითხრა? ვერ მეტყვი. დასახელებული ხარ და მითხარი. რატო არ ვარ მე დეტექტივი? ეხა გადის 11 ნომერი, არანაირად ძალიან ცუდი, მე რო გავიხსენ, გათენდა თუ არა, ეგრევე ვთქვი 11, არც დაკვირვები ვარ შენ არაფერზე და მე გავიხსენ ექიმი. მაგიტო თქვი, ჰა? კოპალამ თქვა რომ ეგ არ ვიცი, ვერ გავიგიმე. 11 ნომერი გადის ეხა. თუ მაგ ფაქტების გადამოწმებაზე იმან დაიძახა ეგრევე რო გათენდა. არა, იმან თქვა ჯერ. მე ეგრე მახსოვს რომ ჯერ დაიძახა. ნუ კარგი, მე ესე დავინახე, არ მახსოვს ეხა ზუსტად, მაგრამ მოიხსენეთ თუ არ ნიღავ ეგრევე ამან ექიმი. ნახე, თამაშის მიხედვით ეხა ლოგიკურად უნდა გავიდეს 12, ხო? ყველანაირად არა, ლოგიკურად. მაგრამ ემოციურად ისე მიდის ყველაფერი, რომ მე 11 ნომერი უფრო არ უნდა. ანუ მესმის ოზი ნახე, ანუ 12 ეხა აქ როლებია, 12 არის გადამოწმებული შოვი უნდა გავიდეს, წესით სწორია. ანუ ოზი სწორს ამბობს მაგ კუთხე. მაგრამ მე ანუ სამიანსაც ვაშობ, სამიანი ჩემ გუნდში, სამიანის წითლობაც მე სამიანი წითელი მომია. კაი, ვასახელებ 12-ს, 11-ს მიიღეთ რავი კანდიდატურები და კიდე მოვისმენ დიდი სიამოვნებით თავის გამართლებას. რაც ეხა მე ზუსტად ვიცი არის რომ 11 შავია, იმიტომ რომ მე ვარ ექიმი. 11 უნდა გავუშვათ ეხა. დეტექტივებში ჯერ აი ბოლომდე მაინც ვერ ჩამოყალიბდი, თუმცა რუიანის დეტექტივობით უფრო ვითამაშებ მე. ღამე როდესაც იყო, ძალიან გაიწელა დაგეგმა მაფიის, რომ გეგმავდნენ რაღაცას და მგონია რომ მახარას ეუნებოდნენ რომ შავი გადაემოწმებინა შავად. ისა 12 გადაემოწმებინა შავად. მგონია რომ ეგეთი რჩევა მიიღო მაფიის სხვა წევრებისგან და ცოტა გაიწელა ეგ პროცესი. ამიტომ ჯერჯერობით რუიანის დეტექტივობით ვითამაშებ და ეხა ხელს ავწევთ 11-ზე. ბას.
ეხლა ცოტა ხანში გავგიჟდა შეიძლება აი ნახე ნიღაბ როგორც კი უნდა მომეხსნა დავიძახე რომ იქ ვიყავ იმიტომ რომ მეგონა რომ 12 შემოვიდა და 11 გადამოწეული შავით ისე ილაპარაკა რა მე მეგონა რომ 12 გაიხსნებოდა დეტექტივად 11 შავით ეხლა 12 ნომერი ვაყენებ 12 ნომრის კანდიდატურას ვაყენებ 10 ნომრის კანდიდატურას ვაყენებ 7 ნომრის კანდიდატურას ესენი თუ არა ხო ნახეთ ეგ იმიტომ დავიძახე რომ დარწმუნებული ვიყავი აი ორ ნომერთან მქონდა ეგ კომუნიკაცია რომ ორმა ნომერმა მითხრა შენ შავად შემოხვალ დარწმუნებული ვარო რა ანუ მეც ეგეთი განცდა მქონდა 8 ნომერმა თქვა ეგეთი რაღაცა ვინ გახსნა ხუთიანი შერიფადო ხო და თქვენ ვინ გახსნათ 11 შავად მე ხა ეგ მაინტერესებს მაგრამ ვიპოვა 5 ნომერმა დეტექტივმა 5 ნომერმა ისეთ რაღაცები ლაპარაკა თუ მოусმენდით ეგრევე მიხვდებოდეთ რომ მართლა 5 ნომერი არის დეტექტივი აი ვეუნები ამას 7 ნომერს 10 ნომერმა ალბათ 8 ნომერია დეტექტივიო ეს აღნიშნა რომ ალბათ არის 8 ნომერი დეტექტივი 3 ნომერი ისევ შავი მგონია ბიჭო მე ესენ არ ვიცი ხა ერთი გუნდია თუ არა რა მაგრამ 8 12 რო შავები არიან ეგ უეჭველი ვიცი რა ანუ 100%-იანი არის მაგრამ ერთი გუნდია თუ არა ეგ ჯერ არ ვიცი. ეხა როგორც ყველა მთქვა 12 გავს, всё. მე ვიკიცებ რომ 11 არის შავი. აუ, ბოდიში ერთ რაღაცას დავამატებ 12-მა. მე რო ექიმად გავიხსენ 12-მა ექიმი ვინაო? ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 5 მამოწმებს 12-ს 8-ის გადამოწებული შენ ექიმობას იბრალებს და ვთქვით ვინ არის მეთქი ექიმი თქო, რა თქმა უნდა შენ შავი ავტომატურად ერთი წამ. 5 მერე შეგამოწმა შენ. არა, ბიჭო, კალა ძალიან ბევრი არასწორად გახსოვს რა. არა, ზუსტად ეგრე. 8 ნომერი გატენდა თუ არა? თქვით ექიმი ვინაო? 8 ნომერი გატენდა თუ არა? სამი კეროში აყენეთ თუნდაც 9-ს მიაყოლე შენ ბევრი რაღაც არასწორად გახსოვს რა 8 ნომერი გათენა თუ არა ეგრევე თქვა რომ 11-იო ამა 11 მოისა ექიმი ვარ შენ თუ არ დაგინახია რომ 8-ს გადაგამოწმა თუ ექიმი ხარ რას იხსნები პირველივე წრეზე ეგ არის ყველაზე არასწორი სვა შენ არანაირად ექიმი არ ხარ 6 ნომერი რომელიც ვითომ პატიოსანი მოქალაქეა რომელიც პირდაპირ ჩაეწერა ეგრევე ხუთიანის დეტექტივობაში და გუნდში აიყვანა ადამიანი რომელიც ბოლო წრემდე ბალანს თამაშობს ხოლმე ეხლა მისთვის არაფერი არ არის გადაწყვეტილი მაგრამ რატომღაც 5 დეტექტივია ეგრევე და 8 10 12 იქ მე ვაფშე სხვა კლანი ვარ, რანაირად ჩვენ სამი გუნდი. ვასახელებ 6, ვასახელებ 11-ს. ემოციებს გავუწიოთ, პირველ ნომერს უსმენთ. სანამ პირველ ნომერი დახურავს სტრეს დასახელებულები არიან 3, 11, 5, 12, 10, 6, 7. სამ წამში გიპასუხებ, მაგრამ შენც იყავი იქ. ანუ მე შენ დამახარებოდ რატომ გავხსენე მაინც. უყურე ყველა გითხარი როგორც კი გაიხსნა ის დეტექტივად, ეგეთი შტაბეჭლება დამრჩა. მაგამდე ძალიან ბევრი დრო გავიდა, მაგით ვლაპარაკობ მაგ დროს, რომ გაიხსნა თითქოს ის ნერვიულობა, ის გადაწყვიტე, რომ ეს ნერვიულობა იმიტომ მაგ მაფია კი არა ვარ. ისა ვარ, რა ქვია, დეტექტივი ვარ. დაახლოებით ეგეთი შტაბეჭლება დამრჩა, როგორც კი გაიხსენდი რა. ლუკას გახსნა უფრო მომეწონა. ეხლა ძალიან არ ვიცი შენ მე უყურებდი ამ ყველაფერს, რა ვინ როდეს გაიხსნა, ის მან როგორც კი გაიღვიძა, 11-ზე აწია და მან ეგრევე დააჯახა. ოღონდ მომზადებული ქონდა. ის კი არა რომ ვერ მოასწრებდა რეაგირებას, იმდენად სწრაფად მიაძახა რომ რამე რა და რატო იხსნები ექიმად ვერ ხვდები მართლა დარწმუნებული ყავ რომ გამოწმებდნენ მე ამ მომენტში ესეთი რაღაც საბეჭდება მრჩება რა ოზი რატო იცავ ესე თავით რატო ეშვები არ ვიცი ამ წამს მე რა ჩემი ლოგიკით 5 6 11-ია გუნდი რა და გავიდეს 11 ნომერი რა გინდა ამის გადამოწმებულია 12 ხო და უი რა თქვა იცი რომ გაიღვიძეთ რამდენი ხანი უყურებთ მაგრამ ერთი 15 წამში თქვა 11 შავია და თუ 12 შავია ხო შემეშა ფოლებს შეგახსენებთ რომ 6-იანს აქვს 3 ფოლი 11-ს აქვს 3 ფოლი კრიტიკული ფოლები გაქვთ თქვენ დანარჩენებს თითოეთ თუ არა თუ გაინტერესებთ გითხავთ ესე რამდენი ფოლია და გეტყვით 3 11 5 12 10 6 7 3 არის 30 წამი 9-იანი არ მომეწონა ძალიან ამ წრეზე ძალიან არ მომეწონა იმიტომ რომ ჩაეჭიდე 6-яნის ლოგიკას მათემატიკურ ლოგიკებს თავიდანვე და ცდილობდი თითქოს გადაფარვას 6-იან მანაზეც ილაპარაკა ცოტა ისე ცუდად რო ილაპარაკა რა ყველასთვის 6-იანი უფრო მომწონს ვიდრე შენ დაჟე 9 ნომერო მაგრამ ეხლა ჩემი ხელი ალბათ მაინც 11-ში წავა იმიტომ რომ შავს მეძახის პროსტა მეძახის შავს როცა პირველზე და ორზე ვილაპარაკე კრიტიკულად. პირველი ნომერის საუბარი ამ ეტაპზე ძალიან მომეწონა სხვათა შორის. დასვა 11 ხო რომ ნულოვან წრეზე რადგან შავი მეგონა იმას ანიშნავს რომ ეხად შავს გეძახი ნახე 8-იანი შავით გება და მეძახიც შავიაო 11 გადავამოწმეო და მე ვიცი ექიმი ვარ 10-იანი ექიმად იხსნება და ნამდვილ დეტექტივად 12 გადავამოწმე ეხა აღარ ყავ შავი ხო ლოგიკური არის ანუ ნულ წრეზე არ მომეწონა ანუ არავის არ მოეწონა ეხა მარტო ჩემზე გაქვს შეტევა და ეგრე არ შეიძლება რა 12 ნომერი რომლისთვისაც ეხა უეჭველი უნდა გადიოდეს ამ 5-იან 11 და 6 გავიდესო ანუ 6 რომელიც შეიძლება უბრალოდ წითელი მოქალაქე იყოს და პროსტა ამბობდეს ეს რაღაცას ანუ 12 ეხა გავა ყველა ხელი 12 ნომერი მე ვარ
ექიმი და ანუ აი 100%-ით ვთქვი დავამტკიცებ რომ ექიმი ვარ კილებით მაინც. არ ვიცი, ლაშა იმიტომ გადავამოწმე პირველი რომ ძლიერი მოთამაშეა და ამიტომ მერჩვინა რომ ლაშასგან მშვიდად ყოფილიყავი რომ ამე ან შოგუნი რაღაცა არ ყოფილიყო. კი არა და შავი კარტი ხო. რაც შეეხება დანარჩენებს არ ვიცი რომ ეხა ვგზნობ ნიკოს რო არ უჯერებდი დაახლოებით ეგ სიტუაციაა რა და არ ვიცი მართლა ჩემი ბრალი იქნება ალბათ მოქალაქეებმა თუ წააგეთ მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები 12 უსმენთ ეხლა უყურე პატიოსანი მოქალაქე ჯით უმაპატიებნა შეიძლება ყველაზე იზი ხელი იყოს პატიოსანი მოქალაქე ჩემზე წითელმა კარტმა ხელი არ აწიოთ შეიძლება ჩემზე წამოვიდე შავი კარტები და მე ავდგები შენ შავი ხარ შენ თუ ნაცი რა შენ მე გავიდე მაგრამ დეტექტივო 8 ნომერზე ნახე ყურე ჩემზე წითელი კარტი ხელს არ წევს რა 11 შავია 6 შავია თავს მოვიჭრი რა თუ გინდათ 6-ზე 11-ზე გავყოთ მე თუ გავარდები შენ ზუსტად გეცოდება ვინა 9 გადაამოწმე ყველა ვარიანტში 5 6 11 შავია 9 არის გადასამოწმებელი არ შეიძლება თავს მოვიჭრი შავი 10-ს უსმენთ ორი დეტექტივის ორი შავი ყავს 11-12 ჩემთვის როგორც ექიმისთვის ცხადია რომ 11 არის უეჭველი შავი ამიტომ ეხლა გადის შავი ყველა ვარიანტში ჩემი ხელი აიწევა შავ 11-ზე და იმედია პატიოსანი მოქალაქეების მიიღებს სწორ აწყვეტილებას მე ვარ ექიმი კიდევ ერთხელ გეუბნებით მე ვარ კაი ნახეთ ვისაც ფოლები გაქვთ ნებისმიერ თუნდაც ხუმრობაზე მაგით საშინელებები ხდება და დაგიწერთ ფოლებს დავწერთ ყველაფერს ძალიან სიმპათია ოკეი 6 ნომერს უსმენთ სოსო პირველ ღამეს ვინ დახილე კაი 10-ს მეორე ფოლი ანუ ნახე როგორ რაღაცა არის გინდა არ გინდა ანუ არა როგორ გინდა არ გინდა უნდა იყოფილიყო ეგ რა ეხა ნახე ვინც ლოგიკას ვერ ხვდება 12 ნომერი რატო უნდა გადიოდეს 12 ნომერი რატო მაწვება მე როდესაც მას ორი შავი ხავს მაგიტაზე გაჩუმდი შენ გაჩუმდი მან ანუ 12 ნომერს ყავს ორი შავი მაგრამ მიტევს მე როდესაც თვითონ არის გასაშვები თვითონ არის გადამოწმებული შავი და მიტევს მე დასურდა თქვენი დრო 7-ს უსმენთ მე 7-ს ვილაპარაკებ მეგობრებო მე ნახეთ ბევრი ამი არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ ლუკას უნდა ვენდო და კიდევ უფრო მეტად უნდა ვენდო 10 ნომერს 10-იანის ექიმობაში მე თავიდან ბოლომდე ვარ დარწმუნებული 10-იან გამომდინარე ჩემთვის მეორე ექიმი აუცილებლად გასავარდნია ამ წრეზე და მე 11-ზე ავწევ ხელს დიდი სიამოვნებით ამ 12 ხა ჩემ გუნდში თამაშობს ამ წრეზე შენ ატო გადაეფარე ესე מחარას რომელიც თავისთავად არ ეფარება მაგას ვერ ხვდები მე დასურდა დასახელებულები არიან 3 11 5 12 10 6 7 ამთან ვიდეორობით ვინ ფიქრობს რომ სამიანმა უნდა და თამაში ხმა მიეციხმა ხელები ახე ჟესტიკულაცია შეეცდა და ფოლებიან სამ პროცესში ვინ ფიქრობს რომ 11-მა უნდა და თამაში ხმა მიეციხმა ვინ ფიქრობს რომ 5-იანმა ვინ ფიქრობს რომ 12-მა ვინ ფიქრობს რომ 10-მა 6-მა 7-მა 11-ის ბოლოს სიტყვა კაი ზოგადად მაგ ორი პრინციპი თამაშის მაფიის თამაშის დროს ერთი რომ თამაშის გაფუჭება არ მიყვარს რაღაცების საუბრით მეორე რომ ეგ რა მე 0-1-ზე ჩემს ერთ ადამიანთან ერთად უკვე დაგეგმილი მქონდა რომ ექიმად გავიხსნებოდი იმიტომ რომ მე შავად არ მოწუნდები რა თამაში შოგუნი აღარ ყავთ რვიანი ეს მართლა ექიმია მე შოგუნი ვიყავი ამიტომ მომეშალა ნერვები იმაზე რომ მართლა შავად შემომიყვანეს დარწმუნებული ვიყავი რომ შავად შემოვიდო 5-იანი ერთ დეტექტივი შოგუნი ვიყავი ჩემი ეკუზა თამაშია ხო ქონდათ ეგ ღიმილი სახეზე რომ 11 გავიყოთ და შავად შემოვიყოთ მე ვიყავი შოგუნი თამაში შოგუნი აღარ ყავთ всё ეგაა და ეგ 10 ნომერი ექიმია ბიჭო არა მართლა გეუბნები იმიტომ გავღიზიანდი ხა რომ შავად შემომიყვანეს როცა ვიცი რომ წითელი ვარ და დეტექტივს მინდოდა რომ გადავემოწმებიე პირიქით ეგ მინდოდა რომ დეტექტივს გადავემოწმებიე რა და ექიმობას დავიბრალებთ ხო მაგრამ ეგ არ გამოვიდა მე ვარ შოგუნი 12 შავი არის 10 მართლა ექიმია და 8-იანი არის შავი 12 8 შავების გუნდი არის ეგ იცოდით რა всё პას 6-იანი მე მართლა წითელი მგონი 6 წითელი всё დავიღალე რა ანუ უკვე თქვენი მრცხვენია ვინც მიყურებს ეკრანზე რომ აღარ შემიძლია რომ მართლა აღარ მინდა ეს შავი კარტი იმიტომ რომ აი ყველას ის აქვს გონებაში რომ ან მოვატყუებ ან რაღაც ანუ მართლა ექიმი რომ ამომივიდეს აღარავინ აღარ დამიჯერებს აზრი არა აქვს ეხლა რა თქვენი არ ვიცი აი ოლინზე შევედი აი არ ვიცი თუ შევ შოგუნობას დაიჯერებენ დაიჯეროთ ხო აი מחარა უეჭველი დეტექტივი უნდა იყოს თამაში რა
მე არ ვიცი, ამ ოსტარში აშკარად არ იყო ჩემი ის რა, ანუ გავიარე, პრაიმი გავიარე უკვე და ეხა არა ვარ რა ფორმაში ნამდვილად და აი შოგუნად გახსნა, გავტესტოთ. შეიძლება დაიჯეროს ვინმე, არ ვიცი. ჩემი აზრით იქ ვინმე დაიჯერებს. ხელები ავიღოთ მაგიდიდან. თავი დაბლა დავხაროთ. იგვიწევს მაფია. ტონი მიდასტურებს. იგვიწევს ტონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იგვიწევს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი. იგვიწევს შოგუნი და უერთდება იაკუძა. იგვიწევს დეტექტივი. და იგვიწევს ტექინი. ემდება. გამოსტოებს 8. ძალიან არის შავი. 12 რომელსაც ვენდობოდი და 12 რომელსაც ვენდობოდი 3-იანს რომელსაც ვენდე და მეტი თლებოდა მივენდე 9-იანი ამიტომ არის შავი. ეხლა მე გამაგდო ალბათ იაკუძამ რომ არ მეპოვა იაკუძა, იმიტომ რომ ამათი მაფია ვიცი. 11 შავი იყო, არანაირი შოგუნი არ იყო 11 ნომერი. არანაირი შავი გადამოწმებული იყო. გუნდი არის 6 5 11, 9 არის ეს იაკუძა და შოგუნი დაგრჩებათ ეხლა და ამათ რო გავუშვეთ მე შოგუნი თუ ვერ იპოვეთ ამდენმა მოქალაქემ და რავი რა გაგითხრათ. მე ხო არ ვიპოვებ მაგასაც სკორო. ამის გუნდი ვინ იყო ეხლა მაგაზე ვფიქრობ. და არავინ არ იყო ამის. კარგი იყო, მე ვამაყობ ჩემი თამაშით, იმიტომ რომ ორივე შავი გადავამოწმე. პროსტა რომ რატო გამომიშვეს? რა უნდა? და ორივე მემესროლა, ანუ 11 იაკუძა არ იყო, ან სოსონ დაიხილა თავი და მაფიამ მაგას ესროლა, ან ორივე მემესროლა. მაგრამ იაკუძას უნდა ესროლა ჩემთვის ალბათ. თუ მაფიას. მაფიას აწყობდა, არა, ჩამოყალიბდა ყველა რომ მე ვიყავი დეტექტივი და ალბათ მაფიასაც აწყობდა ჩემი გამოსვლა და იაკუძასაც. შეიძლება ორივეს ესროლა, არ ვიცი. მაინტერესებს რა შევა. გივი, როგორი შავი ბურუსი ტრიალებდა შენს თავზე, იცი? აი კოპალასთან აი წინ წკლავდა პატარაზე, მაგრამ შენთან იყო აი საშინელი ამინდი რა. მადლობა, რომ გაითვალისწინე ჩემი რჩევა და ღამე არ გამაგდეთ. დიდი მადლობა მაგისთვის. ვასახელებ 9 ნომერს, რა თქმა უნდა. 9 ნომერი უნდა გავიდეს, ეხლა უეჭველი, აი უეჭველი და აი ამ ორიდან, თქვენ ორიდან, ეხლა უფრო მეტად შენ არ მომწონხარ ამ მომენტში. 2 ნომერი. პირველიც არ მომწონს, მაგრამ შენ უფრო მეტად არ მომწონხარ რა. 5 ნომრის იმით, რა თქმა უნდა, ვერ ვითამაშებ მე დეტექტივობით და ან 9-იანი გავუშვათ, ან 5-იანი რა მოკლედ. ოზი რას ილაპარაკებს მაინტერესებს. გაკვირვებული სახე აქვს. 10-იანი არ არის ექიმი ოზი შენთვის? არიცი, კაი. ლაშა ცუდი კარტია, ანუ. ლაშა ხო ცუდი კარტია. კაი. პას. მოკლედ, ჩვენ როგორც ვფიქრობთ, რომ მე 9, მე 5, მე 11, მე 6 შავები არიან და დარწმუნებული ვართ უფრო მეტი რაოდენობა. იმედი ეს ყველაფერი არ მოგვიტრიალდება, მაგრამ ჩემს არ მოგვიტრიალდება, ამიტომ დავიწყოთ მაგალითად მე 6 ნომერთან. კაი, მე 9. აბრალოდ ესე უცებ მომინდა, მაგრამ კაი, ვასახელებ G2 9-ს, 6-ს, 5-ს და ვასახელებ, კაი. მე არაფერი არ მაქვს, მგონი რომ ძალიან მარტივი თამაშია რა. პას. რაც შეეხება ახლა ჩემ ამბავს, არის ეგეთი ამბავი, რომ
ვამოწმებ იმ ხალხს, ვინც წინა თამაში შეიძლება ჩემპიონსი ამ თამაშიდან არ ვამოწმებ. წინა თამაშებში ვინც კლესად თამაშობდა და ეგრე მოყვებოდა რა, ანუ ჩუმად თამაშობდა და საერთოდ სხვა როლი ჰქონდა, მაგ ხალხს ვამოწმებ და თან მეშინია იმ ხალხის, ვინც კარგად თამაშობს. ეს არის ლაშა. შემდეგში შენ აუცილებლად გადაგამოწმებ. იმედია წითელია კარგი, ხო? წითელი კარტი დამხვდები. ხო ეგ არის? ხო და მე მგონია ამ ეტაპზე უნდა გავუფათ 3 ნომერი. მე მივყვეთ 6 ნომერს მივადგეთ, მე გადავამოწმებთ. 6-ს უშვეთ. ბიჭო, ერთს 12 ყავს გადამოწმებული შავი. 3-იანი ყავს გადამოწმებული შავი, მაგრამ 2-ზე ამბობდი თავიდან გადამოწმებული შავი არის. ბიჭო, არ არის ის დრო, რომ შეიძლება რომ იხუმრო, იმიტომ რომ შეიძლება კრიტიკა გქონდეს შენ ახლა ამ მომენტში, იმიტომ რომ აგებდე. მაგრამ წესით ვერ წააგებ, იმიტომ რომ ერთი შავი გასული არ და მეორე შავი თუ ამბობს რომ ანუ მე ვიყავიო შოგუნი არა, სროლელი მაინც არის. 2 კილი არ მოხდა. გილოცავს ოსო გადაარჩინე ვინც დახილე შენ. დიდი ალბათობით ეგრე გამოვიდა. ან ორივე მესროლა 8 ნომერს, რატო ესროლა 8 ნომერს თუ ნამდვილი დეტექტივი არ არის, მაშინ ეგ კიდე ცალკე კითხვა არის. მე ახლა არ მომიწონა ის რომ ანუ თავიდან მახარამ თქვა რომ 2-იანი შავი არისო და მე 3-იანზე გადა 2-იანი გვანიშნე მახარ. Просто ანუ მე შენ დეტექტივობით ვთამაშობ. ეს 4-ია საერთოდ. მე მაგ ერთი ფოლი დავეტყვი. ამას უთხარიო, მაგას გეუბნება. ამას უთხარიო 3-ე და ჩვენ გვანახა რომ 2 შავი არის. თქვენ შეგეშალათ, იმან იცის, ვაი კითხე თუ გინდა. აუ ბიჭო, იმინე. ამით აუ მე ვერ ხვდები ორიანზე როგორ მოიაზრე ხარ შავად გავიდა. მაგას ვერ ხვდები, კიდევ ვერ ხვდები ერთ რაღაცას, მოიცა არ დამაბნიო, გიხვეწები. კიდევ ვერ ხვდები ხა 11-მა თქვა რომ შოგუნად გავედიო, მაგრამ აშკარად სროლელი იყო, ისე გავიდა, ხო? ანუ ერთი კილი იყო, ან კიდე ორი ვარიანტია გასაგებია, ხო? და ან დაიხილა, ან ორივე სროლა, მაგრამ მე მგონია რომ ჩოღლებრივი მაფია იყო კობალა. მაგრამ ახლა უნდა გავიდეს 9-იანი, მახარა ყავდეს. მოუვარო ცოტა ხანი. და რამდენი, ანუ მახარა რო ლაპარაკობდა, ყავას ისეთი სახე ქონდა, რომ აი ჩემო ბედო რა დღეში ჩავარდი. ვისთან ერთად ვარ გუნდში. ოზი არ ვიცი ახტება საერთოდ. ანუ ოზი შენ ან ძალიან მაღლა ახვედი ემიკობაზე და ჩვენ ვეღარ გეწევით, ან რაღაცა შეუნდა შეცვალო ტაქტიკა. ხო და ვასახელებ 9-ს, 5-ს, ოზიც იყოს პონი დასახელებული და 12 დაასახელე შენ. დას 9-ს უშვეთ. მახარ საცემი ხარ მაგრადთან. ანუ დეტექტივის კარტი რომ მოგდის და აი ეგრე რომ ჩავარდნილი იწყებ, ანუ აი ვერ ხვდები მართლა. ანუ შენ დეტექტივობაში ჩაწერილი არ ვიყავი, რატომღაც ლაშამ და რუიანმა გადაწყვიტეს რომ მე შენ გუნდში უნდა ყოფილიყავი და თუ გახსოვთ რუიანი რომ გადიოდა იაკუძა, ანუ როგორც იაკუძა წამოწდა, როგორც იაკუძა შემომიყვანა და არა როგორც შავი. შეგახსენებ 12 ნომერს ვასახელებ, რომელიც კარნახობდა რაღაცა რუიანს ძალიან კარგად. არა, ლაშა ნახე, შენ მოიტყუე. და მე მაგიტო ნახე რომ შემოგიტია და ფოლია ვიღე 9 ნომერი არ მომწონსო და ამასთან ნიშნავს გადამოწმებ თორე შემოტევები მქონდა ნახე გეტყვი ერთი წამ გეტყვი ნახე შენ თქვი რომ მე ამ 11 ნომერზე იმიტომ ვეუბნები რომ ექინი გაიხსნასო რომ მახარამ გადამომოწმა შავადო და მახარა შენ შავად არ გადამომოწმე 20 წამის მერე გაიხსნა და თქვა რა ვიცი ანუ მე მგონი მაგას უნდა ხედავდეთ და მაგას თუ ვერ ხედავთ მე წამოვიდა დაწოლა ჩემზე და საბოლოო ჯამში გამოვიდეს და მე და ეს გავიწიტეთ გუნდში სათიანს უშვეთ? კოპალა რო გავიდა, შოგუნად წარმოაჩინა თავი და შეეცადა რომ 5-იანი დაეტოვებინა წითლად რა, ნამდვილ დეტექტივად. და მგონია რომ მაგაშიც აუცდა ფეხი. და მგონია რომ ეგეც მოიტყუა რა, შეეცადა რაღაცნაირად გამოესწორებინა თავის არც თუ ისე კარგი თამაში. ამიტომ კიდევ უფრო მეტად დავწმუნდი რვიანის სიცოცხლეში და ნამდვილ დეტექტივობაში მეც ახლა არ მეგონა სხვათა შორის თუ დეტექტივს მოკლავდნენ ამ წრეზე და მაგიტომ არ დავხილე. ხო, 9-იანში წავა ჩემი ხელი. 5-იანი, 6-იანი საერთოდ ვერ გავიგე, აი რას თამაშობს, ვაფშე ვერ გავიგე. ვერ გავიგე. ესე რატო ეფარები 5-იანს, რავი. არ ვიცი. ბას. ვასახელებ 9-ს, ვასახელებ 6-ს, ვასახელებ 5-ს.
კალა ნახე შენ იმიტომ ვუთხარი მე 809 გადაამოწმე მეთქი მე შენ 2 წრია გეკითხები 6 ვინაა მეთქი აი მახარამ ხო მე ვითომ შავად გადამამოწმა 6 უფრო შავია აქ ვინც ვერ ხედავს 6 სიშავეს ტიპმა ადგა და ხო დაგვალაგა 8 10 12 12 ექიმი არის მე მაინც შავი გამოვდივარ მაგისთვის ეს 6 არის იმდენად ნეიტრალურ ხაზზე რომ მაგისთვის არც ერთ დეტექტივის ჩამოყალიბება მით უმეტეს ნულოვან წრეზე მახარას იყვანს არ არსებობდა ეხაც ჯერა რომ მე 12 ვარ არც კი განიხილავს რომ 8 არის 8 შავად გავიდაო ანუ მაგიტომ არის 6 შავი და შენ რო გეკითხები და ამაზე კომენტარს რო არაკეთებ და ეხაც რო გკითხე და შენ რო მაგაზე კომენტარი არ გააკეთე ბიჭო შავების გუნდი ეს გამოდიოდა მაგრამ ჩამწერეთ მაგუნჩი მე ჩამწერი არა გეკითხები და არ დავუბნები თამაშობდი მე რვიანი გასაგებია 9 არის გადამოწმე შავი 6 შავია 5 შავია 11 იყო რა თქმა უნდა შავი თვითონვე აღიარა რომ ექიმი არა ვარო ანუ მე ეს გუნდი ხო დაიშალა მინიმუმად 10 არის ექიმი მე ვარ პატიოსანი მოქალაქე გადის ახლა 9 პირველ ნომერს უძღვენ ვის გჯერათ რომ კოპალას შოგუნის კარტი მოვიდა ექიმად გაიხსნა ხო ექიმად გაიხსნა და მერე თქვა რომ შოგუნი ვიყავიო ამის ხო არავის არ უნდა გჯეროდეთ ახლა ანუ 0% ოზი შენ ხარ ის ადამიანი ვისაც ჯერასავით და არა გეხვეწები რა ანუ კალა თუ ესე დაიხატა ხო თქვათ ოზიში არ ვარ დარწმუნებული 5 6 11 ოღონდ და ეს იაკუძა მე 4 შავი ეს არის ანუ ეგრე ფიქრობ შენ ხო თქვი რომ 5 უეჭველი შავია 6 უეჭველი შავია 11 უეჭველი შავია 9 უეჭველი შავია ხო თქვი ხო ანუ რომელი არის აქედან იაკუძა თქვათ რო რამე ის 9 გამოდის იმიტომ რომ ის ეფარებოდა იმას. წავი. ხო, კაი. კალა უნდა გახვიდე, იმიტომ რომ მართლა სხვა შანსი არ არის მე მახარას დეტექტივებს ვთამაშობ პლუს აი კოპალამ დაამატა და იმენა ამ ყველაფერი დამილაგა. სანამ ორი ნომერი დახურავს სტრეს დასახელებლები არიან 9 6 5 12. ორი ნომრის ერთი წუთი. წეგან ჩემი მე რო გავხსენი წრე, იმდენად ღლიცინი იყო და იმდენად ყველა ერთმანეთში ლაპარაკობდა, რომ არაფერი არ მithქვამ საერთოდ და უბრალოდ გავპასე რა. მე ძალიან არ მომეწონე წინა წრეზე. მეც ვიღლიცინი, ოკეი. იმდენად არ მომეწონა 6 ნომერი, რომ არ ჩავთვალო, რომ ეგეთი მაფია იყო. რატომღაც მომეჩვენა რომ იყო შოგუნი და მაფიოზებს ცდილობდი რომ ვითომ მაფიის გუნდში გეთამაშა რომ არ მომკვდარიყავი ღამე და ღამე გადამოწე ანუ შოგუნად წარმოგიდგინე მე ვერთ წარმოგიდგინე რომ შენ ისური რა ამ თამაშში რაც შეეხება 500-ს მე ვერ ვითამაშე თქვენი დეტექტივობით იმიტომ რომ უბრალოდ არც ერთხელ თავის დროზე არ ასახელებთ და გამიგეთ მეც ხო ნუ კალა გასაგებია 12 და ასევე 6-იანი რომ იმას ვერ ხვდება რომ 5-იანისთვის 11 უეჭველი წითელი და 10 უეჭველი შავი არ არის შეიძლება 11 ყოფილიყო ან 12 იაკუძან ასე შემდეგ ეგ პრობლემაა რა ეხლა რადგანაც დეტექტივის გარეშე ვარ ძალიან დიდი საფრთხე გაქვს და ძალიან არ მინდა 6-იანი გავიყვანო და ვიღაც სხვა მსროლელი იჯდეს არა 9 გაგვყავს ეხლა მერე ვარ რეგულები არიან 9 6 5 12 9-იანი ზუსტად ლაშა რა გაინტერესებდა ანუ 6-яნის ციშავის ამბავი შეიძლება მე მაგ შავი გუნდით თამაშობდი მე 11 ნომერზე ხელი ავწიე შეგახსენებთ მე ანუ ამათი ციშავით თამაშობდი მე ლუკას დეტექტივით მაგრამ შენ რა შემოგიტიე რაღაც არ მოგეწონა და ადექი და გადაამოწმა მინე ჩემი თავი როცა ის ტლინკებს იქნევდა იქიდან ესე შეიკერა ეხლა რომ იაკუძა მე ვარ და გავდივარ. საინტერესო ღამე გელოდებათ მეგობრებო, წინ მე შავი არ ვარ. რო იცოდეთ. ანუ გადამოწმებით და ლოგიკურად გამოდის რომ ანუ შენ გუნდში იდეაში ორი შავი ყავს ნაპოვნი, იმას ყავს ორი შავი ნაპოვნი და მესამე ორივე მხრიდან მეც შავი გამოვდივარ ეგრე ამოდის, ხო? ხო ეგრე არის. უბრალოდ გადამოწმებელი შავი ვარ, ხო? და შენამაყ რომ მე შოგუნი შეიძლება ვიყო, რომს გადამოწმოს შეიძლება წითელი დავხდე, ხო? მაგრამ ორიანი გადაამოწმე, თუ შეიძლება 9-იანი გავიყვანოთ, ეხლა უბრალოდ რაც არ უნდა იყოს, ანუ 9 ნომერი გადის. მაგრამ ის ნუ გავიწყე რომ ბალანსი სათამაშო იქნება მაინც. ყველა ვარიანტში გადამოწმები ვინც არიან შავები, უნდა გავიყვანოთ. 5-იანს უსმენ? ბიჭო, ისე აი, კაი. თქვათ, იგი შავი ხო ცუდე ხო, შავი, ესეც შავია, ესეც შავია, მეც შავი ვარ. ესე შეხმატკილებლებად თამაშობთ. აი მე დანარჩენი ის ერთი კაცი სად არის? მართლა ინტერესებს. ანუ აი ხო ეს შეხმატკილებები ხო ხართ ყველა რაღაც ძალიან ისე. ანუ თქვენში მინიმუმ ერთ ჩავს რატო არ განიხილავთ? მაგ თქვენი ლოგიკით თამაშობ ეხა. ამ ორიდან ერთ-ერთი? მე ეხა ვიძახე უნდა გავიდეს 12 ნომერი, რაზეც დარწმუნებული ვარ. მე 2 ნომერს გადავამოწმებ, თუ არ გამისროლეს.
გამოტანგურეს. მე შენ იმიტომ არ მომეწონე რომ როცა წრე დაიწყო 5-იანმა როდის გახსნა იცი? ანუ 8 ეგრევე ხო დაიძახო 11 შავიაო. ამან გამოიხედა ექიმი ვარ. ჯერსერთი თან ვერ დავინახეო. ანუ ამის ექიმობა რო ანუ არ იყო და თვითონაც აღიარა, ეს იყო მარტივი მისახვედრი. ისევე როგორც 5-იანმა იფიქრა 12 გადავამოწმე და ვინ არისო ვეკითხებით, მეც ვეკითხებით და ბოლოს შავიაო თვითონაც არ იცოდა, შავი იყავი თუ და შენ ამის იცი როგორ გააკეთე? 6-იანმა რაც თქვა რომ ეხლა მეგობრებო 12 არის მარტო გადამოწმებული შავი, აი ეგ თითქოს გადაამღერე და აი მაგას საფუძველი გაუკეთე. ეგ არ მომეწონა და მე ძალიან შემომიტე როცა შეიძლება თქვა და რაღაც მომის 12-ზე აწიო, მაგრამ ეგ დააფიქსირო რომ სწორი არ არის. 9, 6, 5, 12. ვინ ფიქრობს რომ 9-იანმა უნდა დატოვოს თამაში ხმა მიეცითქმა? ვინ ფიქრობს რომ 6-მა? ვინ ფიქრობს რომ 5-მა? ვინ ფიქრობს რომ 12-მა? 9-იანის ბოლო სიტყვა? ანუ დეტექტივს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მახარას არადამაჯერებლობა ეტყობოდა. და ბოდიშს ველოდები მე, იმიტომ რომ თაღდი დეტექტივი გიზით, სანამ ყავთ მართლა მოუფრთხილდით, იმიტომ რომ ეს შავი იყო და ლაშასთან გუნდშია პატივცემული. ქოროს მე ბასტო უტევდა, ორიენსაც არ მოწონდა, ხო? მე მგონი ქორო. მაგრამ მე სამიანზე კარგს ლაპარაკობდი, მაგრამ რატომღაც ერთ ღამეში შეიცვალა ყველაფერი და დარტყმა წამოვიდა ჩემზე, იმიტომ რომ ეგრე მოილაპარაკესო, მე უნდა გავშვებულიყავი როგორც ჩანს მანდ. არ ვიცი. საინტერესო ღამე გელოდებათ მეგობრებო, ძალიან ბედნიერები რო ხართ, მე წითელი კარტი ვიყავი, გემშვიდობებით და იქიდან გიყურებთ და დაგაკვირდებით. საინტერესო თამაშია სხვათა შორის, იმიტომ რომ თითქოს გაფილტრეს ყველაფერი, მაგრამ მე მგონი თავარი თავის ტკივილი ეხლა იწყება, ასე რომ მე ძალიან მიხარია რომ გამოვიდი და გარედან ვადევნებ თვალს ამ ყველაფერს. ამდენი შავი კარტი აღარ შემილია, მე ვარ პატრიოტსანი მოქალაქე სულით და გულით. ივიძებს მაფია! დაირჩევს ხებს! მიიღეს გადაწყვეტილება, თონი მიდასტურებს! მარჯვენა ხელი დაეცემა იაკუცას. მიიღო პასუხი. იღვიძებს დონი დაეცემა დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუცა. შოგუნი მიდასტურებს. იღვიძებს დეტექტივი. მიიღო პასუხი და იღვიძებს ექიმი. მადლობა. ვინ გადამოწმე מחר რო ვიცოდე რა ჩემო დეტექტივო. ორიანი? კარგია, უჩვენდა. კაი, მე გადამოწმე? ორიანი, არა, მეც თავიდანვე ორიანი გავიქ. კაი, მიზი რა, ჩემი აზრით, 5-იანი, 6-იანი რო მოიხსნას. წეგან არ მithred ორიანი გადამოწმე. ხო, არა, მე ვაფშე არაფერი არ მithქვამს შენთვის მას. 5-იანი. აი, როიანს ვეტყოდი რამეს რა. იმედი მქონდა ექიმის რომ დამხილავდა, მაგრამ ქნაცმაო გამასა. კაი, მარტივი 5-6 რო გაუშვათ ჩემი აზრით, მე მაქსიმუმ შოგუნი დაგრჩებათ რა. მაქსიმუმ. მადლობა. წავედი. მეწყინა ბოლომდე მინდა და მისვლა. დავშდები. ცოტა מחარას დეტექტივობით ოდნავ უნდა მეთამაშა, იმიტომ რომ კალა რო გადიოდა დიდ დარწმუნებული ვიყავი რომ מחარა მესროდა. რატომღაც ექიმს არ ესროლა. რატომღაც ექიმს არ ესროლა, მე ვაფშე მეგონა მინდოდა რომ ექიმისთვის მესროლა, რომ შოგუნი ვიყავი, არა. ექიმისთვის მესროლა,
რომ მეთქი მაფიაც ექიმს მოკლავსო და გაგვეგრძელებინა ის რომ იაკუძა არ არის თამაში, მაგრამ მახარას რას გაუგებ, გამომაქანა და მტენა რა თქმა უნდა. თამაში ტოვებს ნომერი 4. Yata. ორი ქილი. ვახ. აი მე არ ვიცი. მე 5-ე, მე 6-ე. ანუ 2 ქილი ხრატო იყო. მე 12-ე. აი вообще ამერი. აი 2 ქილს вообще არ ველოდებოდი. არ ვიცი. ძალიან ავირი, უნდა წავი. საერთოდ არ ვიცი. მე ვიყავი პატიოსანი უროლო, არაფერი საერთოდ არ ჩოგუნი, არაფერი მსგავს. მადლობა, ნახვამდის. განია რა ძალიან საინტერესო თამაში იქნება საყურებლად. ბოლოში ძალიან დავებენი 2 ქილი რო გაკეთდა, საერთოდ არ ველოდებოდი და ეხაც ვერ ვხვდები, ცოტათი რა ხდება, მაგრამ ეხა შევალდა ყველაფერს გავიგებ და დაუწერთ ჯითუჯის რომ ჩარცოს გათბობა ყველგან. მაგრამ სუდად ვარ. ანუ კოპალა არ იყო შოგუნი. ეგრე გამოდის, ხო? იტყუებოდა. მითხარი ხო არ მესმის ესეთი რაღაცეები რა. ბიჭო, არ ვიცი, აი ჰიტა არის ხომ ეგეთი წყნარი რაღაც მომენტებში რა. მაგრამ ისე რომ იავნად ვიღაცას ხელი დავადო, ვინ მგონია მე შოგუნი რა. ეს არის და არა ორიანი რომ მითხრა გადამოწვა და კაი არის. აუ რა არის ეს საჭი? ვე არ მის, ბიჭო, რას მეუბნეო, მიეც ფოლი აქ ამას ერთსა. მე ვინ მგონია? შოგუნი მგონია თქო, ან ჰიტა, ან შენ. ვერ გავიგე, დედა ან აიგეთ ფოლი, ან მოკაკული თითები რა არის. 6-ს უსვეს? მიიღეთ 3, მიიღეთ 12. 3-იანი როგორ? ეხა ნახე, მეგობრებო, უნდა განვიხილოთ ის მომენტი, რომ ეს მართლა დეტექტივი არის და ყავს მართლა შავი ნაპოვნი. ანუ, ეგ უნდა განვიხილოთ. 2 ქილი მოხდა. ამას თუ აქ 2 კაცი ყავს გადამოწმებული შავი, 2 სხვადასხვა გუნდიდან შეიძლება იყოს, ხო? იქნება დიდი ალბათობით, იმიტომ რომ 2 ქილი არის. ანუ, ეხა ნახე როგორ რაღაცა. შენ ექიმი ხარ ნამდვილად, ხო? შენ გადამოწმებული წითელი ხარ. მე ვიცი რომ წითელია ეს გადამოწმებელი არის. 2 შავი ყავს გადამოწმებული. აქედან ერთ-ერთი უნდა გაუშვათ აუცილებლად. არის ეგრე თუ არა? ანუ როგორც არ უნდა იყოს, რანაირადაც არ უნდა იყოს შავების გაცხრილვით მოვიგებთ ამ თამაშს. ან მე ბოლოს უნდა დავდგეთ და უნდა ვიოცნებოთ იმაზე, რომ რა ქვია, შოგუნმა თუ რაც არის იაკუძამ და მაფიოზმა ერთმანეთს ჩაცხრილოს, რაც არ ხდება როგორც ხვდებით, ხო? ამიტომ მიიღეთ 3, მიიღეთ 12 და ამ ორიდან უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ჯერ ამის გასვლის ჯერი არა. დას 7-იანს უსვენ? ვასახებ 5 და 6. ნახეთ, ანუ დეტექტივი იყო 8, 8-ამ გადაამოწმა 11 და ამოუგდო შავი, 9-ზეც ამოუგდო შავი. ეს 2 ადამიანი იყო სროლელი. 5-იანიც თუ იყო მაგათ გუნდში, 5-იანი გამოდის მესამე სროლელი და მეორე სროლელი კიდე 20 გამოდის, მაგრამ 20 თუ სხვა გუნდში არის, ასე რადო იცავს. ანუ ეს შენ არაფრით არ გამართლებს ეს ყველაფერი, რასაც მე ვამბობ ახლა, მაგრამ თქვენ ორიდან ორივე მსროლელი როგორ არის? ანუ შოგუნი არა აქვს მნიშვნელობა, იაკუძა არის ახლა. ოზი, ანუ ანანოს ლოგიკა, მაშინ ანანოს ლოგიკა მართალი, რომ მაფიებს ანუ ჩემი აზრით 5-იანი ზეგნად დიდი ხანია ზის მაგიდაზე და ახლა 5-იანი უნდა გავიდეს. ყავდი საუყოს. 10-იანს უსვენ? აუ ძალიან ნერვი მეშლება, იმიტომ რომ ვერ გადავარჩინე ბასტო. არა დავფიქრობდი, რომ გადამერჩინა. ბასტოსა და კიდე ერთ შორის ვაკეთებდი არჩევანს და არასწორი არჩევანი გავაკეთე. 5-იანი ყველა ვარიანტში გადის, ანუ დეტექტივია და რა შოგუნს ეძებ, ანუ რა შუაშია საერთოდ. 5-იანი უნდა გავიდეს ყველა ვარიანტში. 6-იანი მე მაგრად არ მომწონს. ოზი რავი, აი ვერ მოყვები ვერანაირ ლოგიკაში. მე ხო თამაშობ 7-იანთან ერთად თამაშობ და აი წამს 99% რომ ჰიტა პატიოსანი მოქალაქეა. ან იაკუძა, მაფია ეხა თამაშია. მოდი ჯერ გავუშვათ ეხა 5-იანი.
არ ვიცი, ბიჭო, მაშინ ძალიან სულად თამაშობ. ანუ თუ შენ მართლა დეტექტივი ხარ, არ ვიცი. დასო თორბეც უსმენთ? ვასახელებ 5, ახლა გადის 5 ნომერი, მე მივაყოლებ 6 ნომერს რა. მე პატიოსანი ვარ თუ მელაპარე ხდება? ბატონო 6 ნომერო რა. გამოდის რომ 6-11 არის ძალიან დიდი შანსი რომ არის გუნდში, ასევე 6 აგიხსნი რატო არის შავი კარტი რა. 6 ნუ მე რო დავსახელდი თქვა რომ 12-თან ერთად ავდგებიო, როცა წარმოდგენა არ ქონდა, ვინ იყო დეტექტივი და გავყოთო. აქეთ ამხარე ერთს მივცემთო, იქით ამხარე, ანუ დარწმუნებული იყო პატიოსანი, წითელი, ოზი, რომ არც აქედან და არც იქიდან ხელი არ ჩატყდებოდა. ანუ რა სიგიჟეა უბრალოდ ხვდებით? 6 არის ცუდი კარტი. 5, აი შოგუნი რო ყოფილიყო, ხო არ გაიხსნებოდა. ანუ ეგ ხო სიგიჟე არის, კომფორტულად იჯდებოდა. ამიტომ 5 არის მსროლელი კარტი. 11 იყო მსროლელი იყო, გადამოწებული იყო, 9 იყო მსროლელი იყო, გადამოწებული იყო. ეხლა გავუშვებთ 5, ვასახელებთ 5, ვასახელებთ 6. პას. აი ვაყენებ 5 ნომრის კანდიდატურას, თუ და მე იმედი მაქვს, რომ 8 ნომერი იყო დეტექტივი, მისთვის 2 მსროლელი კარტია გასული. ეხლა თუ მე 5-ს გავიყვანთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იაკუძას გავიყვანთ თუ მაფიას გავიყვანთ, ერთი ქილი გაკეთდება მაინც, ანუ გინდ 5 გაიყვანე, გინდ 6 გაიყვანე, არ აქვს მნიშვნელობა რა. რაც შეეხება მე, ანუ ოზი ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ ვითამაშებ დეტექტივის თამაშით, რომელმაც არ იცის ფერები და 5 წუთი ჭირდება მოსაფიქრებლად და ხან ეს გვაჩვენებს, ხან მეორის. მე 9, ანუ ძალიან ბევრჯერ გამოგხედე מחარ და ხან მე მანახე, ხან სამიანი ანახე და ასე შემდეგ რა. ნუ რა ვქნა? ანუ რა ვქნა რა, ანუ რა გავაკეთო? ხა იყავით და იტუალეთ რა, ანუ აზრი არ აქვს, ცოტა სისხარტე ჭირდება და ცოტა მეტი მონდომება ჭირდება რა. ქორო რას ფიქრობ ძალიან მაინტერესებს. თუ 900-ზე დაგვიდგა. დასო. სანამ 3 ნომერი დახურავს, ეს დასახელებულები არიან 3, 5, 6. 3 ნომერი შეეცვა. ძალიან მინდა ხოლმე სულ ოზისთან ერთად თამაში, მაგრამ ეხლა ისეთ აბსურდულ რაღაცებს იძახი, რომ ანუ დაჟე არ გაშავებ, მაინც არ გაშავებ. რატო არ გაშავებ? არ ვიცი, მაგრამ აი ჩაკეტილი ხარ შენ იმაში მათემატიკურ იმებში, განტოლებებში და რაღაცებს თვლი. შენი მუღამი ეხა ისაა, რომ მე რადგან შავად ვარ გადამოწმებული 12, რომელიმე გავიდეს, ეგ გინდა ხო, უეჭველი. ანუ 5 ნომერი არის დეტექტივი ჯერ კიდე შენთვის, ხო? აი 5 ნომერი აქამდე რომ მაგიდაზე ზის. გონია რომ ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, მოდი ესე შემოვიფარგლები, რომ აი ძალიან ცუდია რომ 5 ნომერი ამ წუთამდე მაგიდაზეა ჩვენთან ერთად. აუცილებლად გადის 5 ნომერი და დანარჩენი ვიც რჩებით აქ 6, 7, 10, 12, 2 ყველაზე მეტად ჯერჯერობით მაინც შენ არ მომწონხარ ანანო რა. პროსტა გუნდებს მაინც ვერ ვანაწილებ ბოლომდე. ხო შეიძლება იაკუძად გასულიყო პირველი ნომერი. ეხლა არანაირად არ შეიძლება? არანაირად როგორ არ შეიძლება? შეიძლება. დასახელებულები არიან 3, 5, 6, სამიანი ზუსტად. ხო, ნუ მაგას ვლაპარაკობდი. შეიძლება რომ გასულიყო იდეაში რა. ანუ კარგი კარტი. აი ხა უეჭველი რო თქვა, ის ვიცი რომ ექიმია, იმის ექიმები თამაშობ, დეტექტივობით 8-იანი თამაშობდი აუცილებლად. დაჟე ანუ არ ვთქვი თორე გახსნისთანავე 8-яნის დეტექტივობით ვითამაშებდი. ძალიან ხშირად ვწდები ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, ეხლა თავს დავდებთ ხო ვერ ვიტყვი, მაგრამ ნუ 8-яნის დეტექტივებით თამაშობ და 7 და 10 არის მაინც ყველაზე პატიოსანი ამ მაგიდაზე ეხლა რა. დასო. 5-იანი? ბიჭო, მესმის ხო რას ძახით, მაგრამ 2 ქილი მაინც იქნება. ანუ მე რო გამაგდოთ 2 ქილი ხო მაინც იქნება თუ ეხა იყო 2 ქილი. ყველა ვარიანტი ხო იქნება. აქამდე ნავსიაკ პაჟარ შოგუნს მე ხო უნდა მოვეკალე, რატო არ მომყვა, მაგას ვერ ვიგებ. ვინ გონია? რომელმე წითელ ანუ ანანოზე ან მანამდე ვანიშნე ნინიკოს და ანანოს ორიანზე რომ ხარ გადამოწვეო, გითხარი რომ კარგია მეთქი. შენ და 12 რატომღაც ერთად მგონი ხარ. 5 ნომერი გადის ახლა. 5 ნომერი გადის ახლა. ოღონდ მისმინე ახლა შენ და შენ. ნუ შენ ვიცი. ეს როლი 12, როლი წაგებული და ყველა ვარიანტი. შენ გიწევს რომ სამიანს ეს როლი რაც არ უნდა იყოს და ანანო გამოდის მათემატიკურად შოგუნი, იმიტომ რომ შენ არ გამოდიხარ და ეს ძალიან დაბნეული არის იმისაც რომ შოგუნი იყოს. ანუ מחარ ერთადერთი მოგების შანსი არის ახლა ის რომ შენ გახვიდე და ამათმა ერთმანეთს დახოცუნ. ამოუწყვეტიათ ერთმანეთი. აი ეგეთი მომენტი არის რა. მეტი არაფერი აღარ გშველის, იმიტომ რომ შენს დეტექტივობას არ იჯერებენ. მეტი არაფერი. 5-იანში ვდებ მე ხელს. პროსტა იმიტომ რომ არ დახილო არც ერთი. დასახელებულები არის 3, 5, 6. ვიფიქრავს რომ 3-იან მომდე და თოს თამაში ახლა მიეცით ხმა?
ვიპიგებს რომ ხუთიანმა? ხუთიანის ბოლოს. დააგეთ და იჯექით ეგრე ახლა. კარგად. ძალიან საინტერესო თამაში იყო. ანუ კალას რო იმიტომ რომ მაგარ მითხრა რომ მიდი შეჩემავ შენ თქვიო რომ დეტექტივი ხარ და ანუ ეგ რომ მითხრა მაშინვე დამეწყო მე ნერვიული ფონი ეს 3 პეტრიში გარატო მაგ ვერიგე რუსთავის წამყვანს გევა ხო და აი მან ვეღარ გავაპრავე რაღაცები მაგრამ მე ვაფშე ლაშუკი მგონია შოგუნია რა და მეორე რო ვერ აკლავს და ქორო მგონია შოგუნი რა ეხა გავარკვე მაგებს არ ვიცი ანანოც მიძვრება ჰიტა მე მგონი ანუ ჰიტა აზზე არა თამაშს მართლა აი ფორმაში არა კი რა გონზე არა წრეში ბურთია თამაშეთ ჰიტას რა ავეცი საერთოდ მეშა ნახავდა იგვიძებს მაფია აი ჩაფხე გოლი მიდასტურებს იგვიძებს სოდი ეს დეტექტივს მიიღო პასუხი მარჯვენა ხელი აეძებს იაკუძას იგვიძებს შოკუნი დაუერთება იაკუძა შოკუნი მიდასტურებს ვებშიდობები იგვიძებს დეტექტივი აეძებს მაფიას მე შენ დაქილე. ბიჭო. მე მგონი ანუ ჰიტა დავხილე ბასტოს ნაცვლად წინა და შევწდი. კაროჩე მე ანუ 600-ს გავუშვებდი თქვენ ადგილზე. უეჭველი, იმიტომ რომ ანუ არ არის რა, უზიე პატიოსანი არ არის. 7 ნომერი მოიჭველი პატიოსანია რაც ვიცი ამ აგიდაზე და რა ვიშეც მე პატიოსნები იმიტომ რომ ვინც კი შავი გავიდა ყველას უტევდა არ მგონია რომ შოგუნი იყო და იაკუძა ჰა მესამე მე ჩემი თო პირველზე ჩემი თავი დავხილე მოკლედ რა ვიცი წარმატებები რა ჰიტა ვაი შებერი სამწუხაროდ გამოვარდი მომკლეს, მგონია რომ იაკუძა მომკლა, იაკუძა თამაშია და დიდი იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებთ პატიოსნები და ამჯერა რომ ჰიტა არის პატიოსანი მოქალაქე და იაკუძა არის ჩემი გადმოსახედით ოზი. არ ვიცი, შეიძლება ვწდები. მიიღეთ 12 ნომრის კანდიდატურა თუ შეიძლება. ეხლა მისმინე ჰიტა და შენ ქორო. ის ორი არიან გუნდი. ის ორი რო დარჩნენ აქ ორი თორში მოიგებენ უეჭველად. ანუ შენ თუ შავი ხარ და ლაშას ეს როლი, შენ იცი რომ ლაშა არ მოკვდა, იმიტომ რომ 10-იანმა გადაარჩინა. ანუ მე ეგრე მგონია და მაგითო. მე თუ თამაშობ 5-იანის დეტექტივობით, შენ და ლაშა ყავხართ შავად გადამოწმებულები. მე ეხლა გეუბნები იმას, რომ შენ რომ თამაში არ წააგო ამ მომენტში. გუნდი ვინ გამოდის? ვინ გამოვიდა და გამოვიდა რომ არის 1-8-იანი, რომელიც იყო გუნდი, რომელმაც მე 11 შემოაგდო, ეგ როგორ გამოდის? 11 მაშინ შოგუნი გამოვიდა? ეგრე გამოდის. მაგრამ ანანო როგორც ბიჭო არ ვიცი კოპავა თუ მართლა ეგეც არ გამოდის ბიჭო მართლა ვირევი ეხლა უკვე ლოგიკაში მაგრამ ერთადერთი მომენტი რაც მაქვს არის ის პარანოია რომელიც מחარასგან მეძლევა შავი გადამოწმებებით და მაგიტომი და 12 ნომერი რომ გავიდეს იმისთვის რომ იყოს ბალანსი როგორც არ უნდა იყოს რა სიგიჟე არის ვიცი რასაც ვამბობ მაგრამ რა ვიცი ხასახელა ფიუქს 12 დავასახავთ ერთმანეთი უბრალოდ. ნახეთ ახლა ძალიან თულად არის საქმე. ჩემი მაფიები არის 9, გადამოწმებული 11, გადამოწმებული fake detective 5. შენ გამოდიხარ იაკუძა, რადგან მშრალელი ხარ. ანუ შოგუნი არ ვიცი სად არის. გავარდნილიც ადგილი
ვერ ხვდები მის შეიძლება იყოს შოგუნი, შეიძლება იჯდეს მაგიდაზე ახლაც. ან მარტო სოლოზე ხარ იაგუძა. შენ და 12 სულ ერთდროულად ერთმანეთს ამდენი ხანია და სიმართლე გითხრა მე 12-ს რატო აშავებ გარდა მახარას გადამოწმების ეგრე შავი ანუ შენ ამბობ რომ 3 და 12 არის გადამოწმებული შავები და ბალანსისთვის ეხლა რომელი უნდა გავარდეს რომ 3 არ წავაგოთ 2-2-ზე მე მაგ ლოგიკაზე ხარ რომ გადმოვუხვიო ჩემთვის უკვე ძალიან გვიანია იმიტომ რომ ერთი დეტექტივით თამაშობ თელი თამაში აი ხიტა რაღაცა ესეთი სპიჩი გქონდა რა 6 ნომერი თამაშობს ეხაც კი 5 ნომრის დეტექტივობით რომელსაც 3 და 12 ყავართ გადამოწმებული და იძახის 2-12-ში წააგებთ 2-2-ში აი ისეთ სიგიჟეს ლაპარაკობ შეთვითონ არ გჯერა მაგის რა ვასახელებ 6 გადის 6 ნომერი ქილი აღარ მოხდება და მე ხო ვფიქრობ უკვე მე შოგუნზე ვფიქრობ რა 7-იანის ლაპარაკი ის რაღაცა 0 წელს არ მომეწონა ხიტა ეხლა მე ვერ ხვდები შოგუნი ვინ შეიძლება რომ იყოს რა ეს უეჭველი მსროლელია 11-ში გუნდში თუ არ არის ფოლებით დგებოდა ტიპი ანუ არა შენ ექსე გასული ხარ შენ უკვე აღარ ხარ მაგიდაზე რა კაი მოდი ხა 5-6-11 9 იყო არა იყუზა არ იყო 9 გუნდს ვერ ვალაგებ მაგრამ 6 არის ყველაზე შავი კარტი ამ მაგიდაზე შოგუნს ვერ ხვდები ეხა ქილი აღარ მოხდება 6 გავიდა ბას აღარ მეკითხნომის კანდიდატურას ნახე ოზე შენ ამბობ რომ მახარამ თავი შავად შემოაგდო იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ უჯერებდით მახარას და გვაქვს შანსი რომ ეხა 2 თორში წავაგოთ ხო ეგ არის არგუმენტი მაშინ 3-იანის გაყვანას უნდა ითხოვდე და არა 12-ის იმიტომ რომ ნახე პირველივე წრეზე როდესაც ჯერ კიდე არ იყო ქალაქი ჩამოყალიბებული 5 იყო თუ 8 დეტექტივი მაშინ შემოიყვანა 12 მერე შემოიყვანა 3 შენთვის 3 ნომერი უფრო უნდა იყოს მახარა შემოყვანილი თავისი შავი ვიდრე 12 ნომერი, მაგრამ შენ ითხოვ 12 ნომრის გაყვანას და არა 3 ნომრის გაყვანას. 3 ნომერს ელაპარაკები როგორც პატიოსანს. შენ არც ერთხელ შავის წევა გაყვანაში. ნახე, მახარა რო დეტექტივი ყოფილიყო, ეხლა ჩვენ თამაშს წავაგებდით რა. ჩვენ ვხედავ აბა ვინ არის შავი? მახარაა შავი კიდე? უბრალოდ დეტექტივი. 8 ნომერია შავი შენთვის? 11 რა ფერია? 11 შოგუნია შენთვის? შავები ვინ დაგრჩა კიდე? ვინმე მკვდარი? 3 ნომერი? 3 ნომერს არ ელაპარაკება 6 ნომერი, როგორც პატიოსანს. შავად მელაპარაკება, ვის ესროლეო მეკითხება. დასახელებულები არიან 12-6. ვასახელებ 2 ნომერსაც. ნახე, ძალიან რთულია მართლა დაალაგება. მე განვიხილავდი, ნახე, მე განვიხილავდი რაღაც მომენტში 2-5-9 ხუნძს. აი რამე არის ჯდება ლოგიკაში შენთვის ეგ გუნდი 2-5-9 გუნდს განვიხილავდი 11-თან ერთად გუნდში ვერ განვიხილავდი ვერავის და შეიძლება მართლა შოგუნად გავიდა 6-იანი ვერ ვაგდებ ანუ გასაგდები ჩანს მაგრამ არ მინდა რომ გავვარდეს რა რაღაცა კარნახობს რომ ვასახელებ 2 ნომერს რა 2 ნომერი არ მომწონს დაბადებიდან. დასახელებულები არიან 12-6-2. 12 ნომერს დააწევი. ქორო. მომისმენთ ძამს. შენ თუ პატიოსანი ხარ და არა რაღაც შოგუნიან რაღაცა, 5-მა ხო გადაგამოწმა შავად. 5 მაფიოზია. ცუდი კარტია. 8 ხო არის დეტექტივი. 8-მ თქვა რომ 11 არის შავიო. რანაირი შოგუნია. ანუ 11 უეჭველი შავია. მიხვდი? ამიტომ ეხა 2 კი არ მოგწონს. შენ არ მოგწონს 6 ყველა ვარიანტი, რომელიც გავა ეხლა და რაღაცა უაზრო ხელისაწევებს არ ვართ აქ. ეხა გადის 6, მერე ვლაპარაკობთ შოგუნზე რა. მე აგიხსენი რატომ არის ეხა 6 გასასვლელი ფას. 6 ახსოვს? ანუ პირველი გადამოწმებული შავი ვინც რომ მაგიდაზე რომელსაც როლი არ ქონია 12 არის და 12 ჯერ კიდევ მაგიდაზე ის პირველ რიგში მაგით დავიწყოთ. ხდება 2 კილი და მაგიტომ ამბობ რომ ანუ 2 გადამოწმებული ესენი შავები ვინც არიან თქო. აქედან არის გასაშვები ერთ-ერთი აუცილებლად. აუცილებლად ერთ-ერთი არის გასაშვები. ხო და მე 12-ის გაშვება მინდა. 3-იანი არავის არ დაუსახელებია რატომღაც. 12-საც არ დაუსახელებია, იმიტომ რომ მე მიტევს. მაფია არის? შეიძლება. არ ვიცი მე ვინ არის, მაგრამ მე 12-ში ჩავდებ ახლა აუცილებლად ხელს რომ არ წავაგოთ არავითარ შემთხვევაში ეს არ მიჯდება იმ. ნახე, მე რატო ვიწევი შენზე ხელს რა? შენ დგებოდი,
შავი 11 ნომერი ხო უეჭველი შავი გავიდა. შენ ფოლებით დგებოდი, რომ 11 თამაში დარჩენილიყო. შენ რომ მაგის შესაძლებლობა გქონოდა, ჩვენ უკვე წავაგეთ თამაში რა. არის რაღაცა შეცდომები, რის გამოც მე ხელს ვიღაცაზე ავწევ რა. 12 ნომერი შენთვის რა არის მსროლელი? იაკუძა. შენთვის 12 ნომერი არის იაკუძა და აკყავს შოგუნი. დასახელებულები არიან 12-6-2. ვინ თulis რომ 12-მა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიაცით ხმა? ერთი ხმა ვინ ფიქრობს რომ 6-იანმა? 6 ნომრის ბოლოს თქვა? ილოცავთ, წავაგეთ. 2-ით 2-ში წავაგეთ, დიდი ალბათობით, იმიტომ რომ 12 და 2 მგონია რომ არიან. შავები, ქორო კიდევ ერთხელ გეუბნები. ანუ შენ შავი მგონი ხარ, ხო? ერთადერთი ვარიანტი ახლა არის ის, რომ ანუ შენ ისროლოდ, გინდა 12-ს, გინდა 2-ს და მე შეტა დარჩება უბრალოდ 1-1-ზე. იმასთან, ან ნახე, შენ თუ შავი იყავი ახლა და მე არ ვწდები, მთელი თამაში რაღაცა იმაში არ ვარ, მაშინ გამოდის ის, რომ წავაგეთ ყველა ვარიანტში. ჰიტა, შენზეც ვამბობ. არის მით. ლოგიკას არ უყვებით, 5 ნომრის გადამოწმებული შავები ჯერ კიდე მაგიდაზე გვისხედან და არ ვუშვებთ. დავშვიდობოთ 6 ნომერს. არ ვიცი ეხა რა ხდება მართლა, ანუ სრული ქაოსი მაქვს, იმიტომ რომ ორ ვერსიას განვიხილავდი და ქალაქი ორ ვერსიას არ მიყვება. როგორღაც მოხდა ისე, რომ პირველი ვეწრეზე ჩამოვყალიბდისავით, მაგრამ თან პარალელურად რაღაცა ეჭვები მქონდა რა. არა, ნამდვილად ვერ ხვდები რა შეიძლება იყოს, საერთოდ აჯაბსანდალი არის. მახარასი უბრალოდ იმდენად დასაჯერებელი იყო ემოციურად და იმდენად ის იყო, რომ თუ ეგრე ითამაშა მახარამ, საღოლ, მაგრამ მაშინ წაგებული არის მახარას გუნდის. არ ვიცი, კაროჩე რა, ანუ პირველი თამაში არის, სადაც იმენა, რავი, სატყემალზე ვზივარ და საზამთროს ვისვრი. ივიძებს მაფია! აიჩებს წვებ! ალა იქეთა გამოიწერე ხალხი. ტონი ვიდასურებს! მიიღეს გადაწყვეტილება! ივიძებს ტონი და ეცებს დეტექტივს! მაფიაჯი! მაფიის ოფიციალური საიტელებში ჩავშვით თამაში. მიიღო პასუხი! ივიძებს მარჯვენა ხელით გაეტებს იაკუძას! მეცავს გოლში მაფიის გენერალური სპონსორი. მიიღო პასუხი! ივიძებს შოპური და უერთდება იაკუძა! ცელსიუსი, მაფიის პარტნიორი კომპანია. შოგუნი მიდასტურებს! ივიძებს დეტექტივი! აივიძებს ეკი! გათენი! თამაშ ტოვებს ნომერი 12. ერთი წამით, ერთი წამით. ფს კი არის, ნახე, 5 ნომერი, მე ვარ პატივსანი მოქალაქე. ერთ შოგუნი ვარ, მე ვარ პატივსანი მოქალაქე. 5 ნომერმა მითხრა, რომ შენ ხარ რო შავი. ესე იგი, ის ჩემთვის არის უეჭველი შავი კარტი, ჩემთვის დეტექტივი არის 8 ნომერი, 11 იყო გადამოწმებული შავი, 9 იყო გადამოწმებული შავი. 5 ნომერი იყო fake დეტექტივი, ანუ მესამე ცუდი კარტი. აქ თუ ეხა მკვლელობა მოხდა, მოიცეცამ შეიძლება 6-იანი შოგუნი იყო. 6-იანი თუ შოგუნი იყო, ამას რატო ეფარებოდა? 2 ქილი იყო. ანუ ეს თუ 6-ის შოგუნი იყო, ესე იგი ეს 2 მკვლელობა იყო რა. 3-იანი გავუშვით რა. იმიტომ რომ 3 იყო ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ 2 ნახე, ჩემი ლოგიკით, ამ ლოგიკით მარტო 3-ზე შემიძლია რომ წავიდე რა. მაგრამ 7-საც მოусმინე. აი 3-ს გავუშვებ. 3-ს გავუშვებ, 3-ს. პატიოსნებიდან მე მგონია რომ ძალიან კარგი და მარტივად მოსაგები ხელი იქნებოდა რაღაცები რომ არ მომხდარიყო, მაგრამ ხო აი 3-ზე დავტოვე, იმიტომ რომ 6-იანის გაშვებას არ ემხრობოდა და 7-იანი ყოფილა იაკუძა, მაგრამ 7-ზეც რაღაცა ვთქვი რომ 7-საც მოусმენდი მეთქი და ანანომ თუ იყო ჩაღა 3-სა და 7 შორის 7-ზე ხელი შეიძლება რომ აიწიოს. აი იმედია მოვიგებთ რა. დასახელებ 2-3-ს. ანუ 11 აუცილებლად სროლელია, 9 აუცილებლად სროლელია და 5-იანიც. მაშინ 20 შოგუნი გამოდის. მაშინ ვინ ისროლა? ეს რა ძალიან ცუდი არის ახლა რა. ანუ ახლა ფაქტობრივად პიკზე იყო რომ 2-2-ში წავაგებდით, მაშინ წინა რაუნდში. თუ ორივე ცოცხალი იყო.
მაგრამ თქვენთან ოზის არავისთან არ უთამაშია. ოზი მისე ითამაშა, საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე. აურა. ვაყენებ სამი ნომრის კანდიდატურას. ნახე, შენ ერთ მომენტში თქვი, რომ რა კაია, რო არ მომკალითო რა. ჰიტასთვის საერთოდ არავის არ შეუტევია ამ თამაშში. მოდი, შეგეშვები, იმიტომ რომ ხვდები, რომ ეს ადამიანი მემიტევს წინა წრიდან მოყოლებული. კალას გადაუხადე მადლობა, რა კაია, ღამე არ მომკალითო რა. შენ რატო უნდა მოეკალი ვინმე ამ თამაშში, ხო? ჩემი ლოგიკა მარტო მაქეთ წავა. ერთი წუთი. არის კიდე შანსი, რომ შეიძლება მარჯვენა ხელმა იპოვა სამი ნომერი იაკუძა ან რაღაცა მსგავსი, ან თავისი შავი დატოვა შავად, ხვდები? თავისი შავი შეიძლება შავა დატოვა, იმიტომ რომ არავის არ ჯეროდა მაგისი. ეგეც არის შანსი და კიდე არის შანსი, რომ კარგი, არ მომეწონე რა, რაღაცა 0 წრეზე დაგასახელე და აუ რაღაცა უნდა მე. ისეთი არალოგიკური მკვლელობები იყო 4-1. 4-იანი ვინ მოკლა? ძალიან არა, რატო მოკვდა? მე არ მოვკლავდი, ხვდები? სხვას მოვკლავდი. კარგი, პატიოსანი ვარ რა. ვასახელებ დასახელებლები არიან 2-3. ვასახელებ შვიდსაც. ნახე, ესეთი არც მე არ ვისროდი. 1-4-ში არ ვისროდი. მე პატიოსანი ვარ კი, შენთან არ მინდა ლაპარაკი ოღონდ. ველაპარაკები 7 ნომერს. 2-5-9 არის ჩემთვის გუნდი, რო იცოდე. და 6-11 არის გუნდი. შენ რა პატიოსანი ხარ? შენ მაფია ხარ? კარგი ხარ? კაი, ნახე თან რა ტყუილები რო თქვა, იმედია უსმენდი, რომ შემიტიეო შენო რაღაცა ეხაო ბოლოს. მთელი თამაშია. თამაში დაიწყო თუ არა, შევუტიე ეგრევე პირველს და 2 ნომერს. იმიტომ რომ არ მომეწონა თავიდანვე 2 ნომრის ესეთი დამოკიდებულება. და თუ დააკვირდებოდი მთელი თამაშის განმავლობაში, ვინც გავარდნენ, შეხო როიანის დეტექტივობით თამაშობდი, ვინც გავარდნენ, ყველას მევუტევდი, თუ დააკვირდი. 5-იანსაც ვუტევდი, 9-იანსაც ვუტევდი და 11-შიც ხელი ჩავდი. და ჩემიანში რატო ჩავდი? ჩემი გუნდი ვინ არის? 30 წამი რო გექნება მითხარ. შენ არ ხარ პატიოსანი. დასახელებლები არიან 2-3-7. 2 ნომერი. ნახე, შენთვის უეჭველი შავი ვარ? მე ერთადერთი ისრები რაც მომაქვს, აი ეგ ჩავთვალე შენზე. ან კიტა იმდენად იქითიც და რომ აი არაფერი რა, არაფერს არ აკეთებ და არაფერი არ უთქვამს. შეიძლება შავია. რა ვიცი მე იქნებ შავია. არ ვიცი. ანუ შენ მე შავი გგონი უეჭველი ჩემზე იწევ ხელს? თუ უეჭველი ჩემზე იწევ ხელს და მე შენ ვერ დაგელაპარაკებ, მე მაშინ 3 ნომერზე მიწევს ხელისაწევა რა. იცოდე რომ მე პატიოსანი ვარ. შენ თუ ხარ პატიოსანი, ან შენ თუ ხარ პატიოსანი, მე ვარ პატიოსანი. მე მელაპარაკეთ. გასაგებია? მე მელაპარაკე. 3-იანს უსმენთ? ხო და ნახე, 3 ვართ დარჩენილი. და გადაწყვეტილება უნდა მივიღო 2 ადამიანში. და მთელი თამაში ვისაც ვუტევდი, მეჩვენია იმას შეუტიო, ვიდრე რენდომად გავისროლო ხელი 7-იანზე, რომელზეც არც ეჭვი არ ყოფილა მთელი თამაში. და ვერც ვერავის გუნდში ვერ წერ. და შენ გწერ, გეუბნები შენ გუნდს 2-5-9. შენ კითხე მითხარი ჩემი გუნდი მეთქი და ჩემ გუნდს ვერ მეუბნები. იმიტომ რომ პატიოსანი ვარ? ნახე, ჩემი 3 მაფია არის 9-11-5. ჩემი ლოგიკით სხვას რო არავის არ მოусმინო, 6-იანი გუნდელი უნდა იყოს რომელიღაცა რა, რომელიც ისვრით. და შენი ლოგიკა რომ მაგალითად ოზი იმიტომ აშავებდა 3-იანს რო ეს დაიცვა, ეს ოზის აქციას შეიძლება გავდეს, მაგრამ ამ მთელი თამაში მაგას აკეთებდა? 2-3-7 ხმის მიცემა იწყება. ფოლები არავის არ გაქვთ. ვინ ფიქრობს რომ 2 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? 2 ნომერის ბოლოს იყო? და მიულოცოთ იაკუზაში. არა, დაიმსახურა ძო. დაიმსახურა. დაიმსახურე, გაჩუქე. დაიმსახურე.
ოზი რა შრებოდა? ოზი გახესეთ და რიგი უნდა უკან ერთი მიდის რა. ოშა, მადლობა. მადლობა, ჰიტა. ხო გითხარი, ხო დაგპირდი, ბიძი მოგაგებინებ ერთხელს მეთქი. მე მგონია რომ უნდა არსებობდეს ესეთი რაღაცა, რომ აი ხო ეს პასებს რო ბევრს აიღებთ წრეში ბუშტა რო გეწובה, ეგეთი რაღაც უნდა იყოს ქულებზეც ჩემი აზრით, რომ ოზის უნდა ჩაეწვას ჩემი აზრით. მადლობა. 5-11-9, ერთიანი შოგუნი, 7-იანი იაკუძა, 8 დეტექტივი, 10 ექი. 6. ჩემთვის საერთოდ არა, იმიტომ რომ სანამ ოზიჯდა მაგიდაზე არავის არ ეცალა, არავისთვის ჩვენ. და ზანაც სიამოვნებდა რა. ჰიტა, ჯიჯი, მე არ მეპარებოდა შენში ეჭვი. არც კოროში არ მეპარებოდა მეორე ხელში, მაგრამ აწის შემეპარება. მადლობა. ანუ მე პატიოსანი ვიყავი, სანამ ის მომენტი არ მოვიდოდა, როცა არ უნდა ყოფილიყავი. გილოცავთ მართლა, ანუ აი წარმოიდგინე ახლა ზიხარ და ადამიანი, ანუ არ გაბრალებ არაფერს, დედას ვიცავარ უბრალოდ. აი გიზის ადამიანი, რომელიც მაფიის გამო გადიოდა რა. ანუ სანამ ის ადამიანი მაგიდაზე ზის, მე მართლა აი ჰიტა ხო არ გაგვეყვანა, აი ეს რომ მე თქვა არ იჯდა რა. ბოლოში ერთადერთი ჩემ თავს ველაპარაკებოდი და ვიხსენებდი ვის რა პრობლემა ქონდა. შეიძლებოდა რომ შენ დაეტოვებინე თავისი შავი. აი ბევრი ვარიანტი იყო. იმას ხმა არ მოუღია რა. და მაგიტო გთხოვდი რომ გეხვეწები მე მელაპარაკე, მე ვარ თქო პატიოსანი ბოლოში რა, მაგრამ ბოლოს არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა რა. ის იმდენად წყნარად ჩუმად და კარგად იჯდა, რომ ანუ აზრი არ ქონდა რა. ასე რომ გილოცავთ და შენ რო თქვი რომ დავკლაჩოთო ეხლა თუ რაღაც თუ წინდაზე თქვი აღარ მოხდეს. მოკლედ დაკლაჩეთ რა. გილოცავთ იაკუძებს, ძალიან კაი თამაში იყო. მართლა ვისიამოვნე რა, სიმართლე გითხრათ. ბოლომდეც არასწორად ავწიე ბოლოს ხელი, მაგრამ არასწორად ავწიე ბოლოს ხელი, მაგრამ ნუ აი გიორგი კალატოზმა დამაწყნა რა. იმიტომ რომ გამოცდილი აქვს და ჩემზე სულ სწორად წევს ხოლმე რატომღაც. მაგრამ ფიქრობ რომ კარგი თამაში გამოვიდა ძალიან, იმიტომ რომ და ჰიტა, იმიტომ ანუ ანანოსი მესმის რომ აი მართლა დიდად არაფერს არ ლაპარაკობ. პროსტა ვერავისთან ვერ ისვქენი რა, ანუ გუნდში ვერ ჩავწერე და ამიტომ დამსახურებელ გამარჯვებას ულოცავ ზიტას და ვაჟას. ჰიტა, იგივე შენ გილოცავ გამარჯვებას, თორე ძალიან გამიხარ და ჰიტას გამარჯვება. შენ ხშირად აუ მე ხო გისმენდი. ჰიტას ჩემი აზრით სჭირდებოდა ერთი კარგი ხელი კამბექისთვის და ძალიან გამიხარდა რომ მოიგე და ზოგადად წავიწევს გისურვებ ცხოვრებაში. ასევე დავაფარსოთ ნახარას ასეთი არ ვიცი. არა. თავიდან მამის მეთქა თუ დავსთ ნახარას თი არ ვიცი თავდაჯერებულობა და ყველაფერი მე მჯერა რომ შემდეგში ბევრად კარგად გაიხსნები და ბევრად დამაჯერებელი იქნები. კი, მე მჯერა შენ. და რავი ძალიან გამიხარდა თქვენი მოგება და ძალიან კაი. ბოზების ჯინაზე ვერ მოვიგე? არა, აი როგორ არის მაგას ეგან ვიძახდი და მე გავაჯო. ლაშას რო უყურებ და რო იცი რომ ლაშა არ არის შავი კარტი და ეუბნები რომ ლაშა შავი. აი ძალიან ცუდი გზნობაა, მაგრამ დიდი მადლობა მინდა გიორგი კალატოს გადაუხადო ამ შანსისთვის. რადგან level up-ი გამიკეთა და შემდეგში დაგენძრათ მართლა, იმიტომ რომ კარგი სისტრაფე არის მთავარი რა და მე ძალიან სწრაფი ვარ. ხო და რაღაცეებში ცოტა ვერ ისვქენი რა. თუმცა შეიძლება ტექნიკური შეცდომა იყო G2-ის ესე ვაჩვენე ჰიტა წყნარად რომ მიდიოდა. იმაზე დარწმუნებულიყავ. ის კი მითხრა რომ არაო გადავამოწვა, მაინც გავაჯმეინე. იმიტომ რომ ის იყო დარწმუნებულიყავ რომ რაღაცა ფინტი კარტი იყო და ბიჭებს ვიცნობდი ხა ვინც მეორე ფინტი კარტი იყო და ოზის არ გადავამოწვა, იმიტომ რომ ჩემი ძმა კაცი იყო და მეგობრობდი და სუფრაზე ერთად ვიჯექით და ხო და არიან ხა ამაგიდაზე იყვნენ მაგალითად არ მინდა დავა კონკრეტულად რაღაც 3 ნომერი რია რომ აი ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არა უშავს რა, მართლა აგონიაში ადამიანი. ჰიტა გილოცავ ჩემო ძმაო, ეს აი
ცისკრის ვარსკვლავი გავარდა იყო. შემდეგში ისე უკან წამოხვალ გიგონსო ესეთ კარგ თამაშს გააგზავნებ, იმიტომ რომ ხო, პატარა ტექნიკურმა ხარვეზმა გადაგარჩინა შენ. ნუ აქეთკენ არა პროფესიონალიზია და მაგიტო ვერ გააგდეს თორე. ძია პროფესიონალმა შენ გიპოვა. მაჩის ანალიზი დაიჟა. დამაჯერებლად დაკეთებს. ოზი, ხო. ბიჭო, მოიცე ერთს. მახარ, ცოტა უკან ჩაიწე. არა, სკამიანი ჩაიწე. ლაშა, ოფიციალურად წაგართო ადგილი ამის კალთაში გადმოუჯექი მე. ბიჭო, კაროჩე, რო გავიღვიძეთ რა და მახარა, მან ჩვენებს 12-იო რა და მეთქი 12 რა თქო და ვერ მივხვდი რა მანახაო რა და მეთქი რა გაჩვენა თქო და ესე მაჩვენებს, კაი, როგორ გინდა არ დაუჯერო, რომ აი ესე იმაშო. ანუ უნდა ბიჭო, აი როგორ რაღაცა იყო, იცი რო? ჩემი ბრალი იყო. არა, მაგ შენი ბრალი რა შუაში არის, უბრალოდ იმდენად დამაჯერებლად მითხრა ყველაფერი რო. არა, იმენერად იწყვები, როცა პატრიოტთან ეხარდა. მახარა, როცა მაფიოზი ხარ. შენი ნდობა, დაკა. ანუ მაგაზე არ არის, უბრალოდ იმდენად დამაჯერებლად მითხრა ეს, რომ ანუ იქითკენ იმის გახსნა უკვე, შენ უკვე დაიდგი ხო? ეგ იმის გახსნა უკვე ცოტა ის იყო რა ჩემთვის. ხო და არა, მოიცა მე ესე მირჩიონია გავაგრძელო, მეც ჩავალ ქვევით, დავიმალები და ჰიტა გააგრძელე შენ მიდი. მახარა ჩაუძველი. ეხლა ამოვიდა. სიპტიზიორებით რაღაცები. ახლა მათენ რამე ყვარდება. აი, მეგობრებო, მე რაღაცებს აღნიშნავ, მაგალითად ლუკას ძალიან კარგ თამაშს, მეორე წრეზე სამივე მაფიოზი იპოვა და ოჩახ. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში თან ამადროულად უთხრა სამ ადამიანს, ეს არის სოსო, ანანო და ქორო. თქვენთან აი როგორი განცდა მაქვს ხა იცი რომ რაღაცა უნდა გაჩუქოთ, იმიტომ რომ შენ არის ფლები. საბოლოო ჯამში ოდესმე მეც უნდა მომეგო მეგობრებო. და თან მე ვარ ისეთი ადამიანი, ვისაც ვის მოგებათ ყველაზე მეტად უნდა გაგიხარდეთ, იმიტომ რომ ყველაზე ცოტა ქულა მაქვს და მაინც არაფერს არ შეცვლის. მე 5 წაგება. ახლა და ბოლო ადგილიდან რო ცოტა ეხლა სადღაც შუაში ავალ, ალბათ ცოტათი დამშვიდები მე და მადლობა ყველას. შენ ვაიზია გასწრედი. მე ვარ ერთხელ მოგებული ვარ. ორი. მოიცა პროჩი მაქვს ეგო. აი ლუკა. ილოცავხი და გამეხარდა შენი მოგება, ძალიან მეწყინა შენ ჩემი წაგება ძალიან მეწყინა და ოზის წაგება ძალიან გამეხარდა ასევე. არა, ნუ ორი შავი ვიპოვე, ოზი ძალიან შავი იყო. ჩემთვის ის დეტექტივი შავი. იმიტომ რომ ვერ გამიძელით מחარი. დამტოვე და ხელით გამიშვი, აბა თუ მაგარი ხარ. ხო, არა ვიცი ვინც გამიშვა. და რო გავედი მეთქი ვა დალაგებული ყველაფერი მარტივად მოვიგებთ. მაგრამ ჰიტა გაძვრა და არა, როლაპარაკო კიდე. აღარ მინდა ახლა. მახარა თუ არ მისმენს მე ისე ვერ ვილაპარაკებ. მეგობრებო, გილოცავთ ორ ადამიანს და ისედაც გილოცავთ საინტერესო ოსტარია. მე უნდა ვთქვა, რომ მახარა, ხო, ოსტარი, საოსტარე გახსნა შეიძლება არ იყო. მაგრამ მახარა მოინათლა მაფიაში ოფიციალურად ქვია ამას, იმიტომ რომ კაც დეტექტივის კარტი საერთოდ არ ქონია და ფეიქ დეტექტივად გაიხსნა უკვე და ანუ აგური რო გახსნილიყო აქედან, ანუ აი ისიც მოუგებდა, იმიტომ რომ აი მოკვდა. იცით? ლუკა. შენ კარგი დეტექტივი იყავი, მაგრამ არა. სუდიც მოუგებდა თქო, იმიტომ რომ ვანიშნეთ რომ დეტექტივი შევნა ითამაშო და ეგრევე დაიცინ. ანუ არც მარჯვენა ხელი ვინ არის? მე გავაღვიძებინეთ, იმიტომ რომ всё, არ დეტექტივი ვარ და ანუ ეგრევე დაერხა რა. ჰიტას მინდა რომ მიულოცო და ბასტოს ჰიტა ბოლოს დარჩა და ფლეშბექები წამოიღო ალბათ და მართლა ჩემი მოგება არ გამიხარდებოდა ეხლა ამ მეხუთე თუ მენამდენი ხელი იყო ისე როგორც გამიხარდა შენი მოგება, იმიტომ რომ ამ მაფიაში ბევრი სხვადასხვანაირი თამაშია. ვიღაცა დეტექტივად რო იხსნება კვდება ქოშინით და ეთყობა, ვიღაცა ძალიან ნერვიულობს.
ვიღაცას კარგად შეუძლია მოითხოვოს და აიყოლიოს გუნდი და ქალაქს ულიდებს, მაგრამ შენი სტილი არის აი ზუსტად იაკუძას სტილი, რაც ჩუმი ნაბიჯებით გაყევი ყველაფერს და მოიგე აბსოლუტურად დამსახურებულად, ასე რომ ცოტა პატარა მადლობა ოზისაც ეკუთვნის მაგაში. სურიკენებს ეგისრო და კიდე აქეთ, მაგრამ კარგი იყო რა საბოლოო ჯამში, გამიხარდა რომ არ მორჩა, იმიტომ რომ შავები ეგრევე დავიწვით თავიდან. მე ძალიან კაი. საღოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მე პატიოსანი ვიყავი, ბოლოს მე ჰიტას ბალეშიკობდი მაინც და გამიხარდა რომ მოიგო რა. ეკუთვნო და წინა თამაშები არ წავიდა და დრო იყო, რომ ეხა მოიგო. ამიტომ I'm happy. მიხარია ზმაო. ოზი, აი ეხა შავი მგონი ხარ, ჩემი კაცი. აი 120% მეგონა რომ შავი კარტი იყო. ძალიან დარწმუნებული ვიყავი რომ შავი იყო. მაგრამ ხო, საბოლოოდ კაი თამაში იყო. ვაპირებდი სხვათა შორის და კიდე კაი. კიდე კაი. მაინც მოიგე. ხარჩე. აი მართლა დავიღარე, სულ შავი კარტი ვარ ბიჭო და კალა იყო დონი და კალამ წავაგოთო და კითხო და მისცა ხუთი და ვერ მაგაიხსნას დეტექტივად. ჩემი სიყვარულის სოციალ ვარ უფრო და უფრო იზრდება. რომ დაიწყო იმის მერე და ავით ჩემი ცხოვრების ტრად გადამეკიდა მაფიის თამაში. აუს იდეალური იყო და რაც შემიძლია თქვა ჰიტაზე, ხელ რო ჩავავართოთ კილოცავთ. კარგი იყო რომ თავი დაიხილეთ და გილოცოთ. რაც ჰიტაზე მე დავთქვა ეგეთი რაღაცა რა. მე მართლა ძალიან გამიხარდა ჰიტას მოგება, იმიტომ რომ ისი აეწყო თამაშები, რომ აი ადრე პრაიმში იყო რაღაცა და ვერ იგებდა და მართლა გამიხარდა რა. და პლუს იმიტომ გამიხარდა ძალიან რომ ჰიტა არის თამაშგარე რო თქვა ეს, რომ ყოველთვის რაღაცნაირად იცის რომ ამ თამაშს უდგები ძალიან სერიოზულად და ისე მომხნევებს ხოლმე რაღაცეებში, რომ ძალიან სიამოვნებს რა და სუსი მართლა კარგ რაღაცებს მეუნება და ეხლა რომ თვითონაც ეს მოიგო, თქვენ ის არის. ამიტომ მართლა გულით გამიხარდა რომ ჰიტამ ლიჩნად მოიგო და ბასტო რა. ჰიტა როგორ ეცი რომ GPS რო ადგება და გაიმრის დიდი ხნის მერე და აი და ყველას რო გიხარია. ამიტომ პირადად მართლა მიხარია რომ მოიგე რა. დამსახურებული მოგება იყო. ამ თამაშის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო, რომ შენ გაიმარჯვე, იმას ველოდებოდი მეც ახლა, რომ სამში რომ გაიმარჯვე, წამოდგება მეთქი, ამას გაიხდის და ესე გააკეთებს მეთქი რა, იმიტომ რომ მე შევახტი ეგრევე. და მაგიტო ვერ გააკეთე. ეპიკ გამარჯვება იყო გილოცავ, შენს, ბასტოს შენს გილოცავ, საბოლოო ჯამში ეგრე მოხდა. და ხო, მე იქ თქვი რა, ახლა თუ შეიძლება ეს მიკროფონი 6 ნომერს რო გადავაწოდოთ და თავიდან რო გავიდეს პენსიაზე, ოღონდ კლასიკ სეზონზე ხო იყო და ახლა All Star-შიც რო დაგტოვა თუ შეიძლება. კიდე ხა მოიგო ოზი ეს ხელით. ო, ბიჭო. მაინც. სიგიჟე თამაში იყო მეგობრებო, დაალაიქეთ, ეხა კი იმედი მაქვს რომ ქულები დაიწერება. არ ვიცი. სიგიჟე თამაში იყო, მომავალ შაბათს გელოდებით. ერთი ეპიზოდი დარჩა, ასე რომ ყურადღებით იყავით და გვიგულ შემატებით. კარგად. ძალიან საინტერესო, დაძაბული და სახალისო თამაში გამოვიდა. ზოგადად მაფიაში ყველამ იდეალურად რომ ითამაშოს, საინტერესო არ იქნება, იმიტომ რომ, რა ვიცი, დიდი ალბათობით პატიოსნები მოიგებენ და ერთი მეორეზე თუ გაიყრებიან შავები, აღარ გამოვა საინტერესო. ამ თამაში კი ვიხილეთ იაკუძას ეპიკური გამარჯვება, ჰიტას კამბექი, დაკლაჩვა და იაკუძას კარგი გამარჯვება იყო საბოლოო ჯამში. ბოლომდე გაიწურა თამაში, საკმაოდ საინტერესო თამაში მივიღეთ და მოდი უნდა დავიწყოთ ყველაფერი დაიწყო იმით, როდესაც მახარა 5 ნომრიდან გაიხსნა დეტექტივად და ის ამბობს ასეთ ფრაზას: თუ სწორად გავიგე, G2G თუ წამყვანმა მანიშნა თავი დამიქნია და ეს მე მგონი ნიშნავს რომ კი 12 შავია. ისეთი თამაში იყო ეს, ანუ ისეთი გათამაშება იყო ეს 5 ნომრის მხრიდან, რომ საკმაოდ რთული იყო არ დაგეჯერებინა მახარასთვის და ოზი ამ ანკეს წამოეგო. თუმცა საბოლოო ჯამში ოზი რაღაც დონეზე სწორად აანალიზებდა თამაშს, მაგრამ შედეგობრივად ისე მივიღეთ, რომ ოზის ასე თამაშის გამო 6 ნომერი გავიდა თამაშიდან
და წააგეს პატიოსნებმა. შესაბამისად, ოზი აგროვებს ამ თამაში 2 ქულას. ანუ გარანტირებული 6 ქულიდან კარგავს ქულებს და აი რაღაცა არასწორად იყო ჩაწერილი დეტექტივებში და მაფიისკენ თამაშობდა. ასე რომ აი რაღაცნაირად ვეძებდი ხელჩასაჭიდს, რომ რამენაირად 0 ქულა არ დამეწერა რა. თუმცა მივიღეთ ეს სიტუაცია, რომ 2 ქულა არის საკმაოდ კარგი ამ თამაშიდან. მას უფიქსირდება მაფიების გაყვანაში ხელისაწევა, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. მაფია, როდესაც ფაქტიურად ერთი მეორის მიყოლებით გადის, აქ ხელისაწევას მნიშვნელობა არ აქვს. საკმაოდ ექსცენტრიული თამაში უყვარს ოზის, ფიქრობდა ამ ყველაფრის შემდეგ, რომ მახარა ამ სპექტაკლს არ დადგავდა და არ მოიტყუებოდა, ვერ მოიტყუებოდა ასეთ რაღაცებს, ღამის გადამოწვევებს და ღამის ფაქტებს და სჯეროდა ბოლომდე თან რაღაცნაირად ისეთი სიტუაცია გაუჩნდა, რომ თითქოს ყველა მას ებრძოდა და ის მხოლოდ ის იყო სიმართლის მხარეს. ამიტომ არის მაფია საინტერესო, თუ ერთმანეთის მიყოლებით გავარდებიან შავები და ბოლოს პატიოსნები ძალიან მარტივად მოიგებენ, ასეთი ხელი საინტერესო არ იქნება, ასე რომ ოზის გულები გაუსპამოთ და რა თქმა უნდა გავამხნეოთ, იმიტომ რომ ოზი რო არა, ეს თამაში საკმაოდ მოსაწყენი იქნებოდა. ამის შემდეგ, ოზის შემდეგ უნდა მიუბრუნდეთ შემდეგ ეტაპზე მოდის, შემდეგ ადგილზე მოდის სოსო, რომელიც იყო ექიმი და მან თავისი თავი გადაირჩინა, როდესაც ის ლუკას ექიმობით თამაშობდა და ყველა სჯეროდა მისი დეტექტივობა და მან რატომღაც თავისი თავი გადაირჩინა. არადა ჯერ პრიორიტეტული არის დეტექტივი და შემდეგ ექიმი. თუ სოსო გადაარჩენდა ლუკას, მაშინ მას +1 გადამოწვევა ექნებოდა და შესაძლებელი იყო, რომ ჰიტა გამოეშკარებინათ. თუმცა პატიოსნებს არ მიეცათ აი ამ სulis შემდეგ დამატებითი შესაძლებლობა და თითქმის ბეწვის ხიდზე გაიარეს და წააგეს. ასე რომ ექიმის პასუხისმგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ უბრალოდ თავისი თავი უნდა გაეწირა და დეტექტივის სიცოცხლე გადაერჩინა, თვითონ მოკვდებოდა, მაგრამ აი ის ფაქტი, რომ თავისი თავი გადაერჩინა და არ მოკვდა და ჰილი გამოიცნო, აღარაფერს აღარ ნიშნავს პირიქით. უფრო მინუსსულა არის და 6 ქულას კარგავს და აგროვებს 5 ქულას. ფაქტიურად ამ თამაში 2 გადამწყვეტი რაღაც მოხდა. ექიმმა დეტექტივი არ გადაარჩინა და თავისი თავი გადაერჩინა და ოზიმ არასწორ დეტექტივში ჩაეწერა. ხდება, ეს თამაში არის და სხვაგვარად შეუძლებელია. ძალიან ხშირად არის, როდესაც პატიოსნები არასწორ მხარეს, არასწორ დეტექტივს ირჩევენ. შემდეგი მოდის საეჭო, რომელიც იყო დეტექტივად გახსნილი დონი, საკმაოდ ცდილობდა ამ ფაქტს ვეძახი თამაში, მაფიაში, მაფიის ნათლობად. როდესაც შენ ხარ დონი, ან უბრალოდ მაფიოზი და იხსნები დეტექტივად ან ექიმად, აი ამის შემდეგ ნიშნავს, რომ შენ მაფიის თამაში რაღაც დონეზე წინ წარწიე. იმიტომ რომ ცრუ გადამოწვევების თქმა, ცრუ გახსნები არის მთავარი ქულები და მთავარი სულები, რაც ამ თამაში ფასობს. შესაბამისად, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ენიჭებოდა 5 ნომერს საეჭოს და მან ამ პასუხისმგებლობას თავი ვერ გაართვა. აქედან გამომდინარე, საეჭო 6 ქულას ინარჩუნებს თავისი პლუს და მინუს სულების გათვალისწინებით. შემდეგი მოდის კოპალა, რომელიც პირველი გავარდა, 2 ექიმი იყო, 2 დეტექტივი იყო, 12 ნომერი გადამოწვეული პატიოსანი იყო, შავად მიცემული პატიოსანი, რომელსაც დუელი ვერ მოუგო, თუმცა კარგი სულა ჰქონდა ის, რომ როგორც კი გაიღვიძა, დაიძახა რომ მე ექიმი ვარ, იმიტომ რომ ესევე თვალი მოკრა რომ ან ამოწმებდა 11 ნომერს შავად და თან კარგად დაასვა, როგორც შემდეგ ბასტო ამბობდა, კარგად წაკითხული თამაში იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ კოპალამ ვერაფერი ვერ მოახერხა ამ ყველაფრის მიუხედავად, 11 ნომერი გავიდა თამაშიდან და ის აგროვებს ასევე 6 ქულას. ანუ პირველი მაფიოზი გავარდა თამაშიდან და 12-მა ნომერმა ადგილი შეინარჩუნა. შემდეგ მოთამაშე მოდის კალა, რომელმაც ირიბად შეუტია თავის დეტექტივს, ანუ მახარას, რომ ემოციურად უფრო სხვისი დეტექტივობის ჯეროდა, ასევე შემდეგ თავის ექიმს უტევდა და მოკლედ ამ თამაში შავებს საკმაოდ ცუდი დღე ჰქონდათ და შემდეგი გადამოწვებაც კალაზე წავიდა და
აგროვებს ის 7 ქულას. გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ შემდეგი გავარდა თამაშიდან. ამის შემდეგ მოდის ნინიკო, რომელიც 4 ნომრიდან თამაშობდა პატიოსანი როლით და მისი ნულოვანი წრის გუნდი იყო სამიანთან თამაში და პირველ ნომერს შოგუნზე შეტევა. საკმაოდ კარგი იყო და ორიანს შესწორებას უკეთებდა, რომ რატო ითამაშა ერთიანთან და ასევე პირველ წრეზე კარგი წრე ჰქონდა, დაასახერა 11, 5 და ბოლოს ერთიანი. საბოლოო ჯამში ღამე მოკვდა, თამაში ასე თუ ისე არ დასცალდა და გავიდა თამაშიდან აგროვებს 8 ქულას. შემდეგი მოდის ქორო, რომელიც ფინალში იჯდა, ფინალი წააგო, ასე ვთქვათ, ფინალური წრე და ისიც აგროვებს 8 ქულას. მას რომ გაემარჯვა ამ თამაში, საკმაოდ მეტ ქულას დააგროვებდა. თუმცა ორ ნომერს ბოლოში არ მოусმინა, როდესაც ანანო ეკითხებოდა და ეუბნებოდა, რომ მე პატიოსანი ვარ და მოდი 7 ნომერზე რას ფიქრობ, მოდი 7-იანი გავაგდოთ. ისინი ცალსახად 2 ნომრის გაგდებას, ასევე გუნდს ასახავდა ქორო 2 ნომერს შავს. კიდევ ქოროს უფიქსირდება 5 ნომერზე ხელის გაფანტვა. ამ თამაშებში ჩვენ ხშირად დავინახეთ, როდესაც პატიოსნების ხელები არის ძალიან კრიტიკული, მართალია შავში წევენ ხელს, მესამე შავში წევენ ხელს, თუმცა როდესაც პატიოსნების ხელი არ უნდა გაიფანტოს, ისინი ფანტავენ და ეს შედეგზე არ აისახება, თუმცა საკმაოდ ცუდი სვლა არის. შემდეგი მოდის ანანო, რომელსაც ასეთი სვლა უფიქსირდება. ამ თამაში ყველაფერი აეწყო იმაზე, რომ 6 ნომერი ოზი იყო შოგუნი, ან ყოველ შემთხვევაში ცუდი როლი და 6 ნომერს უტევდა. ამას თუ გამოვრიცხავთ, ერთადერთი გამონათება ჰქონდა ანანოს, გამომდინარე იქიდან, რომ ის ასახელებდა 7 ნომერს, ანუ ბოლოში გადაეკეტა ანანოს და ქოროს მიუბრუნდა და მე პატიოსანი ვარ და მოდი მელაპარაკე იქნებ 7-იანზე ვიფიქროთ. ეს იყო ის გამორჩევა, რაც ჰქონდა ანანოს, ქოროსა და ნინიკოზე. ის აგროვებს 9 ქულას. შემდეგი მოდის კნო, რომელსაც საკმაოდ კარგი დეტექტივობა ჰქონდა. თავისი დუელი ცრუ დეტექტივთან მოიგო კარგი ფოლის აღებით, შემდეგ შავი გადაამოწმა, რომელიც ასე ვთქვათ მესამე შავი იყო და უბრალოდ ექიმა არ დახილა, ასე რომ 15 ქულიდან აგროვებს ის 13 ქულას, 6 ქულა გარანტირებულს ზრდის და აგროვებს 13 ქულას. შემდეგი მოთამაშე მოდის ლაშა, რომელიც პირველ ღამეს გადამოწმებული შავი იყო და მაშინ როდესაც 2 ექიმი და 2 დეტექტივი იყო გახსნილი და 12 უფრო მეტად გადიოდა, თავი გადაირჩინა, არ გავიდა თამაშიდან, კბილებით დაიცვა თავისი როლი, არ დანებდა და ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ იაკუძა მოკლა, როგორც პატიოსანი მოქალაქე. მას უფიქსირდება დეტექტივის გაშვება 9 ნომერზე, შავზე, ასე ვთქვათ, მან და დეტექტივმა ერთად იპოვნეს, ანუ 9-იანი შემოწმებას ანიშნებდა, რაც ძალიან კარგი არის და კარგი სვლა არის. მაშინ, როდესაც მთლიანი მაგიდა თანხმდებოდა 6 ნომრის თამაშიდან გაყვანაზე, მან ფიჩი დაუწუნა 7 ნომერ იაკუძას ჰიტას და რაღაცნაირად შენიშვნა მისცა. თუ დარჩებოდა თამაში, შესაძლებელი იყო, რომ მას გადაწყვეტილება სხვანაირად მიეღო და 7 ნომერი გაიყვანა. თუმცა ამას ვერავინ გავიგებთ და ეს სვლა, რომ მან კბილი გაკრა 7 ნომერს, არის საკმაოდ კარგი სვლა. თუმცა ლაშას ჰქონდა საკმაოდ ცუდი ბოლო სიტყვა. მან აქცენტირებულად დაიბარა 3 ნომრის მოხსნა, მაგრამ თქვა, რომ 7 ნომერზეც იფიქრეთ. ჰიტაზეც იფიქრეთ, რაღაც არ მომეწონა. აი ასეთი ანდერძი სჯობს, რომ შეგეშალოს რაღაც აქცენტირებულად, ვიდრე ის, რომ აი ეხა არ ვიცი, მე თქვენ არაგირიოთ თამაში, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება. ანუ პასუხისმგებლობის აღება საკმაოდ მნიშვნელოვანი არის. ამ ანდერძმა რამდენად იმოქმედა თამაშზე არავინ იცის, მისი სიტყვა რამდენად დაიჯერეს, არავის მოუყვანია ეს არგუმენტად, შესაბამისად შეგვიძლია რომ თქვათ ამ სვლას მინუსები დიდი არ ქონია რა. თუმცა მინუსად ითვლება. მას 15 ქულიდან ლაშა აგროვებს 13 ქულას. ამ ქულების გათვალისწინებით ოზისა და ლაშას შორის ძალიან დაიძაბა
პირველობისთვის ბრძოლა და ვნახოთ ბოლო თამაშს ვინ მოიგებს. შემდეგი კი გამარჯვებული გუნდის წევრები არიან. ისინი აგროვებენ 10 ქულებს გარანტირებულს და შემდეგ დამატებით ქულებს. ბასტო და ჰიტა იაკუძა და შოგუნის როლებში იგებენ ამ თამაშს. საკმაოდ საინტერესო. თუმცა უნდა გამოვარჩიოთ და აღვნიშნოთ ბასტოს თამაში, რომ არ დასცანდა თამაში, საკმაოდ ადრეულ ეტაპზე გავიდა და ჰიტამ თითქმის მარტო მოიგო ეს თამაში. საკმაოდ კარგი დახურვითი წრე ჰქონდა ბასტოს, ასევე კარგად შეაჯამა ორი ექიმის გახსნა, კარგად დაინახა და დაიჭირა კოპალას გახსნა და ეს საკმაოდ კარგი იყო. თუმცა, მხოლოდ მე შევამჩნიე ალბათ, როდესაც მან თავის იაკუძაზე აწია ხელი. ის ხელი არაფერს არ წყვიტაო და თუმცა შესაძლებელი იყო ვიღაცას სადღაც ოდესღაც დაენახა, დაემახსოვრებინა, როდესაც ერთ გაფანტულ ხელს შენ იაკუძაზე წევ, ეს შეიძლება რაღაც ჯაჭვს ქმნიდეს და აკავშირებდეს შემდეგ. თუმცა გამარჯვებულები არიან, ამ სულას ცუდად არ უმოქმედია და მას დაუწერეთ 16 ქულა. ბოლოში კი მოდის გამარჯვებული იაკუძა, ჰიტას მიულოცოთ გამარჯვება, რომელსაც საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა, თუმცა რაღაც განსაკუთრებული დამატებითი სულების გაკეთება არ დასჭირდა და ისე მოიგო თამაში და ის აგროვებს 21 ქულას. მადლობა მეგობრებო, თქვენი ფავორიტები შეგიძლიათ გამოავლინოთ Betson Sport-ის აპლიკაციაში, დაასკანეროთ QR კოდი, გადახვიდეთ უგულშემატკივროთ და თქვენი რჩეული მიიღებს 500 ლარს. მადლობა Betson Sport სპონსორობისთვის, ასევე მადლობა Celsius, რომელიც არის გათბობა გაგრილების კომპანია, ის არის ოფიციალური წარმომადგენელი არისტონის, რომელიც თავის რჩეულს სეზონის ბოლოს გადასცემს განსაკუთრებულ პრემიალური ხარისხის გათბობის ქვაბს, რომელიც 6700 ლარიდის. მადლობა ყველა სპონსორს, ყველა ადამიანს, ვინც გულშემატკივრობთ. შეგახსენებთ, რომ ხვალ იქნება მაფიის ტურნირის მესამე შესარჩევი თბილისის თასი, რომლის საპრიზო ფონდი არის 5000 ლარი. მაფია ჯიზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და მიიღოთ მონაწილეობა. გაითვალისწინეთ, რომ ადგილები თითქმის აღარ არის დარჩენილი, ასე რომ თუ სადმე აღმოაჩინეთ, აუცილებლად დაჯავშნეთ მაგიდა. ხოლო გაითვალისწინეთ, რომ ნახევარფინალს ითამაშებს 36 ადამიანი და შემდეგ ფინალს ჩვენ YouTube-ზე გადავიღებთ და დავდებთ. 5000 ლარი განაწილდება გამარჯვებულობის პრინციპით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა მაყურებელს, ვინც ამ ტურნირში ჩაერთეთ. ძალიან დიდი მადლობა, ვინც მხარს გვიჭერთ, გვამხნევებთ და გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო და უფრო მეტი ტურნირები და უფრო მეტი ეპიკობები შემოგთავაზოთ. მადლობა და კარგად.